მოგესალმებით პოდკასტის მეოთხე ეპიზოდით. დღეს ჩვენი სტუმარი არის განგსტარ რეპერი ვერსკი. როგორ ახალ ძმა? აშ, მაგაც საკაიფოთ. ხო ხარ საკაიფოთ. კარგად შეძლებს მოდის შენი ამბები, აბა. რავი, პირველ რიგში სალამი ყველას. გამიხარდა რომ დამპატიჟეთ. ჯიგარი ხარ ძმაო. ჩვენთვის პირადად პირველი პოდკასტია. და წარმატებებს გისურვებ. ამ პროექტს ძმაო, ასევე ძალიან ჯიგარი კარგად გექნება. ჯიგარი ხარ ძმაო. არ გაჩერდა. აი, მაგრამ ისწორდე, ეხლა შეიძლება ხალხმა არ იცის, მაგრამ ვინც არ იცის, ზოგმა იცის, რომ ჩვენ ახლო ურთიერთობა გვაქვს და ბევრჯერ თანამშრომლობთ, რაღაცა ტრეკებს ვაკეთებთ ერთად, ხო ხდები, მაგაზე მეტი უფრო ჯიგრული ურთიერთობაც გვაქვს და ალბომზე მინდა რომ რაღაცები ვისაუბროთ დღეს რა. იმიტომ რომ ცოტა ჩამორჩი მე პირადად. მაგ ამბებს და მგონი შენს და მინდა რომ დავაბრუნოთ ეს თემა რა. კი, ნებისმიერ თემაზე შეგვიძლია ვისაუბროთ. ეს იქნება მუსიკა, ეს იქნება ნებისმიერი საკითხი. რა ხდება შენ შემოქმედებაში? შემოქმედებაში მე კი ვიცი, მაგრამ ხალხს რო უთხრა და პახოდუ. შენ ტვინში რა ხდება შემოქმედებით პროცესში, თორე საქმეში ხოვაზე ხარ, მე შენთან სხვა პონჩი მესმის რა, ხოვაზე ხარ, სხვანაირად ვამოყავებ ყველაფერს. ალბომი მზადდება, ალბომი, რომელიც ახლა შენ უფრო იცი. ალბომი ექსკლუზიურად ვიტყვი პირდაპირ, მოდი ეგრე გავხსნი გადაცემას, პოდკასტს. 13 პადრე ქვია ალბომს. ეს არსად არ მithქვია, ანუ ჩათვალე რომ ექსკლუზივი გაქვს. 13 პადრე, 13 ტრეკია, სოლო ალბომია მთლიანად. აი ეგ არის რაღაც გეგმა მუსიკის თვალსაზრისით. мотивация ალბომის мотивაციას ჩემი ცხოვრება მაძლევს. ხო. ანუ რა პონჩი ვიძახი, იცი? რა პადა, ანუ ცოტა ისეთი სიტყვა, მაგრამ პადაჩა რა იმას იძლევა რა. რა ჩადე შენ? ყველაზე მაგრამ მაგაში. ყველაფერი ჩავდე აბსოლუტურად. აბსოლუტურად, ხო? კი, ბაზარი არა, მთელი შენი ცხოვრება რა. აბსოლუტურად ყველაფერი ჩავდე. ფიქრობ რომ განსაკუთრებული ალბომია და კიდე სხვა რითიც ვარ დაკავებული, ეგ არის TikTok-ი, უფრო TikTok-ზე. ხო, TikTok-ზე ბიჭო ძალიან მოიხოდე. TikTok live-ზე ძალიან მაგრად ახარ მოხოდილი რა. აი, მან რაღაცა სტილი რაღაცა გაიჩიტა შენი სტილი. მაგასაც მინდა ხაზი გაუსვა რა, იმიტომ რომ ეხა ეგეთი რაღაცები მე ყოველ შემთხვევაში არ მეპარება ხოლმე რა. სტილი გაქვს რაღაც ისეთი, რომელიც აქ ვაფშე არ არსებობს რა. და ხო, და ეს მაგარი სტილია რა, რომელიც ვაფშე ქმნის რაღაც აურას, თავისი შემოაქვს რა, რო იტყვიან, დუხი შემოაქვს. მე მევასება რა ვიცი, მაგრამ ისწორდება და ეს შენ ხარ ეგეთი ტიპი და რაღაც ხო TikTok-ზეც და ზოგადად ქართულ ჰიპ-ჰოპშიც რა არ ვიცი, არ მინდა რომ რაღაცა ძალიან ხმამაღლა გამომივიდეს, მაგრამ ისეთი ვიზუალი შემოვიტანე, რომელიც გავსიც სხვაგან არასდროს არ მინახავს, სხვა რეპერებში არ მინახავს ყოველ შემთხვევაში. საქართველოში იშვიათად რა. კი ბატონო, გეთანხმები. ხო, რა საქართველოში იშვიათად. აი, რომ შენ სტილს ქმნი და რაღაცა შენი ის შემოგაქვს და ეს გავლენას მე იმედია მოახდეს. თუ შემოქმედებაც ეგრე გაგრძელდება რა, ეგ უფრო მაგრა მოახდენს ინსპირირებას ტიპების რა. ერთად რო გაიმიქსება, ხოვაზე ხარ რა, შენ რა სიტყვით მაო. რა არის, გააჩნია რა, აქ ცოტა განსხვავებული მენტალიტეტი აქვს საზოგადოებას. და განსაკუთრებით ეს რეპშიც აღინიშნება რა, რეპშიც ჩანს ეს რა. აქედან გამომდინარე, ჩემი ვიზუალი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ამან რაღაც მიაღწიოს ის, რაც მე მინდა რა. მხოლოდ ვიზუალი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ აქ არის ძალიან ბევრი ნიუანსი რა. ეს მუსიკასაც უკავშირდება, თუნდაც ის რომ მე და შენ ვაკეთებდით მუსიკას, რომელმაც ისე ფეხი ვერ მოიკიდა სიტყვაზე, როგორც ჩვენ გვინდოდა და ჩვენ ველოდით ამას, იმიტომ შეიძლება ჩვენ ასეთი გემოვნება გვაქვს მუსიკაში. ეს ყველაფერი არის გამოწვეული იქიდან გამომდინარე, რომ აქ საზოგადოებას აქვს ცოტა განსხვავებული მენტალიტეტი ადამიანებს, ხალხს და ჩვენი მუსიკა არ ესადაგება შედარებით ისე ამ ხალხის მენტალიტეტს, როგორც ეს საჭიროა. და ჩემი აზრით ეგ იყო ყველაზე მთავარი მიზეზი, რის გამოც თქვათ მუსიკალური თვალსაზრისით ისეთი შედეგები ვერ ვაჩვენეთ. თუმცა ყველაფერი წინ არის. რა თქმა უნდა.
ამიტომ აი საჭიროა რომ რაღაც სინთეზი მოახდინო შენი შემოქმედებით ხალხის აზროვნებასა და შენ მუსიკას შორის ეს ძალიან რთულია რა ეს არ არის მარტივი განსაკუთრებით ჩემნაირი ტიპისთვის რომელიც ცოტა განსხვავებულია თავისი ვიზუალური მხრიდან დაწყებული თავისი აზროვნებით თავისი მენტალიტეტით თავისი ფილოსოფიით ცხოვრებაზე შეხედულებებით ბაზარი არ არის ანუ მეც მაგაზე ვარ ზუსტად რა ალბომს რო ვაკეთებდით მე და შენ აი სულ ის მქონდა რომ უბრალოდ ყოფილიყო ხალხი ისე იმ ვაიბზე რა ვაიბზე ჩვენ ვიყავით ანუ შენ ეხა რეზულტატები კი ყველას გვიყვარს ყველა მაგრამ ოცნებობთ მაგაზე ხოლმე რომ რეზულტატები რა თქმა უნდა დაუდოთ და განვითარდეთ მაგრამ ყველაზე მაგრამ მინდოდა რომ იმ ვაიბზე ყოფილიყვნენ რა ვაიბზე ჩვენ ხო ხტები რა აი ხო გახსოვს ეხლა ძალიან კაი ნოსტალგიაა რა რომ მახსენდება მუშაობის პროცესი ჩვენი გინდას მანდეს ჩაწერა შენი მიქსტეიპის ტრეკია ხო მანდე მე პლეიბოი მე ჩვენი ისა რა underrated-ი ხო ყველა ეს მთელი პროცესები მახსენდება კარგად გაიგე და მარტო მაგაზე არ არის ეს ეხლა მე მახსენდება მაგრამ თვითონ ტრეკები და თვითონ ეს ჟღერადობა საქართველოსთვის მგონი ხო ცოტა უცხოა რა ხო აი ნახე რა ხდება მე რა მუღამები თუნდაც ეხა მაგაზე რო ვილაპარაკოთ რატო ვერ იღებს მაგვაიბიდან ხალხი იმას სიტყვაზე პირობითად რო ავიღოთ როგორც მაგალითად მეოთხე დასი რა სიტყვაზე მეოთხე დასის მუსიკა საზოგადოებისთვის ხო უმეტესწილად ხალხისთვის უფრო მისაღებია ვიდრე სიტყვაზე პირობითად ჩემი და შენი გაკეთებული EP თუ mixtape თუ ნებისმიერი რაღაცა რატომ იმიტომ რომ საზოგადოება მათ მუსიკაში ხედავს და აიგივებს თავის თავს ანუ მათი მენტალიტეტი, მათი ის რასაც ისინი აკეთებენ, ამ საზოგადოებისთვის უფრო ახლოა, ვიდრე ჩვენს მიერ ჩვენი სტილით გადმოცხო, აი ეგ პულსაცია აკრია დადებაა ხელის ხო ბაზარი არა. ჩვენ ხო ასეთი მენტალიტეტი არ აქვს და ასეთი ვაიბი არ აქვს ხალხს, როგორი მუსიკასაც ჩვენ ვაკეთებთ. თუმცა მე მიმაჩნია, რომ მუსიკალური თვალსაზრისით ეს ბევრად უფრო ჩვენი ჟანრი, ხო? საიდანაც მოდის იქაც თვითონ განხრა ეს ჩვენი ტრეპ განხრა, რაც მე და შენ გვევასება და გამოცდილებაც გვაქვს, ხო? არა მარტო ენთუზიაზმით ვაკეთებ ხა. ამაში ვართ, ხა ვინც არის ის ჩართულები ძალიან დიდი ხანი ორივე და ეს გამოცდილებაც ხო ხდება, აი იქიდან საიდანაც მოდის, ხო? იქაც კი თვითონ ეგ განხრა, ვიცით რომ არ იყო ისეთ ლეველზე, როგორც მაგალითად ნიუ-იორკული რეპი ან ხო ხდება ისე სხვა ისა და მაგის კვალობაზე მე ვთვლი რომ ну არა რეზულტატებზე ხო ახლა უკეთესი შეიძლება მაგრამ underrated 1 გვაქვს ალბომი რომელიც შეგიძლია ნახოთ ყველა მოусმინეთ channel-ზე დევს ხო კი ძალიან channel-ზე იქნება ამ ჩემ ვიდეოს პოდკასტის აღწერაში გადადით მოусმინეთ ორივეს ალბომია საერთო ნამუშევარია გამოხატეთ თქვენი ფიდბექი დააფიქსირეთ აზრები და რა ვიცი მეორე ნაწილსაც გეგმოთ ხო რა თქმა უნდა მარტში ვიცით ხოლმე ვიღოთ ისე ხდება იქნება underrated 2 და არ ვიცი ხა სპონტანურად მოხდება სპონტანურად ხდება ხოლმე რა ჩვენ გეგმები ხო არ ვიცი ეს პირველი underrated აი ძალიან მოკლედ რომ მოყვე როგორ დაიწყო ბიჭო დამოვიწყდა აი თვითონ იპს თუ ვიძახი იყო შენი სტუდია ქონდა მახსოვს და დამიძახე რომ მოდი ვერს კი რამე გავაკეთოთ მოდი ვერს კი რამე გავაკეთოთ პირველი ზოგადად პირველი ტრეკი მანდე იყო რომელიც მე და შენ ერთად გავაკეთე არა underrated-ში თორემ underrated-ში იყო პირველი ტრეკი მე მინდა სხვა ქვია სიმღერას კლიპიც რომელზეც კლიპი გადავიღეთ მაგაზეც კლიპსაც ჩაუჯექით ყოფში ლინკებს დავაგდებ და ჩაუჯექ გაიცანით რა ჩვენ შემოქმედებას თუ გაასწორებ და ისე რაღაც ძალიან სპონტანურად მოხდა რა ეგ მაგ იპზე მუშაობა საერთოდ იპი არც იყო დაგეგმილი იდეაში იყო რომ შენ მითხარი რომ მოდი ვერს კი არაფერს არ ვაკეთებ და მოდი რაღაცა გავაკეთოთ ხო და მახსოვს ბითი ჩამიგდე რაზეც ეგრევე მოვიხოდე კი დუხზე აი ხო და მოვედი და იმავე დღესვე მე უკვე შენ მომაწექი ბიჭო არ გავჩერდეთ დაო აი რა მეორე იმავე დღესვე დავიწყეთ ჩაწერა იმავე დღესვე ჩავწერეთ ტრეკი მე იდეა გაჩნდა პირდაპირ ტრეკის ჩაწერის დროს რომ გაკეთებულიყო მიქსტეიპად ანუ იპად კლიპი და აი ესე და მე კლიპის პროცესიც სასწაული და რავი
თუ აწარმოებ კონტენტს, გინდა ჩაწერო ბლოგი, ვიდეოები, პოდკასტი, შეგიძლია მოხვიდე პოდკასტ კორნერ თბილისში, სადაც დაგხვდება ყველაფერი, იდეალური სეტები, დიზაინი, კამერები, პროფესიონალური ტექნიკა და აღჭურვილობა, არ მოგიწევს არაფერზე ზრუნვა და ნერვიულობა. ყველაფერს პროფესიონალურად შეასრულებენ აქ. დასაჯავრშნად შეგიძლიათ შეხვიდეთ ლინკზე, რომელიც აღწერაში იქნება. არა, მაგარი დრო იყო და უკეთესიც იქნება, რა თქმა უნდა. კლიპი რო გამოვიდა, ხალხს ვეტყვი, რომ κλიპი რო გამოვიდა, ხალხი წერდა რომ $2000 და $3000 დავხარჯეთ მაგ იმაზე. გახსოვს? მე სტო, ეს სანდრო რა ბიუჯეტი ჩადის. $2000 და $3000 ჩავდეთ თითქოს მაგ კლიპში. კი, და ვიღაც ტიპი რას მეუნებოდნენ, იცი? კაროჩეო, ბიჭო, ამდენი ფული ჩადეთო ამაშიო და უფრო კაი რეზულტატი ქონოდა ნეტაო, რა იმსახურებ. აზი ხარ? მაგას ვამბობ. ტიპებს ეგონა თუ რა. ამ დროს იცოდეთ რომ iPhone-ით არის გადაღებული. ნოლი ბიუჯეტით. ანუ ამას საკუთარი iPhone-ით. ამას შვება, როცა საქმე გიყვარს რა, ენთუზიაზმი და გამოდის რა ყველა ვარიანტში რა, იმიტომ რომ დაჟე мотивация იყოს ხუებისთვისაც რა, ანუ თუ რაღაცა გულით იმენა გინდა და გევასება, გამოიყვან. თუ რა თქმა უნდა რაღაც გემოვნებაც გაქვს და უეჭველი გამოიყვან რა, ანუ ფინანსები გეხმარება ბევრ რამეში, მაგრამ არ არის გადამწყვეტი ფაქტორი ფინანსები რა. თუ რაღაც სტანდარტი არ გაქვს, ხო ეგრეა. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხედვა კონდეს. საქმე გესმოდეს, რას აკეთებ და გემოვნება კონდეს. თუ აი და მიზანდასახულობა რა. თუ აი ეს თვისებები გაგაჩნია, ვფიქრობ ყველაფერს შეძლებ. კი, ეგრე არის, მაგრამ შენ ანუ იცი რა არის? ბიჭო, აი მე მაგალითად მაგრა გამისწორდებოდა, რომ აი ესეთი რაღაც მინდა, ეხა ხალხმაც იცოდეს, რომ შენ შემოქმედებას ხო უსმენ რა და აი არ გამისწორდა, რომ შენ ცხოვრებაში რაღაც ეხა მე ვიცი და ვინც არის ის იმანაც მინდა რომ გაიგოს, რომ შენი პაუზა კარიერაში არ ყოფილა სიზარმაცის და რაღაც ხელის ჩაქნევის ამბავი და მართლა ამას ქონა სერიოზული მიზეზი რა. ადამიანები ვარ და ამ პოდკასტში ლოუებზეც ვბაზრობთ რა, მარტო ჰაიზე და წარმატებაზე არა. იმ ლოუზეც ვბაზრობთ, რომელიც ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება რა და რა თქმა უნდა შენც არიყავი ცხოვრებისთვის გამონაკლისი და პროსტა ხალხს რო აუხსნა რომ შენზე წარმოდგენა ქონდეს რომ ის ტრამპლინი რაცაც აკეთებდი და ის 100,000 ნახვები და ხო აზიხარ საკაიფოდ წაიღო რა იჟღერადობა და ყველაფერი იმ დროსთან ძალიან ხშირად მეკითხებიან ხოლმე ჰაიპში იყავი რა და რაღაც მე თითქოს ძალიან ხშირად მეკითხებიან ხოლმე მაგას სანდრო თუ ვერს მე რო ვიძახი ხოლმე რომ მე ვარ 15 წელია ჰიპ-ჰოპში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ეს ძალიან ბევრი დროა და ძალიან ხშირად მეკითხებიან რომ აი ვერსკი თუ შენ 15 წელია ჰიპ-ჰოპში ხარ რატო არა ხარ ისეთი პოპულარული დაუშვათ ვინმე ხა კონკრეტულად არავის არ დავასახელებ გარახან ხა მაგ თემას შეეხე შენ არსად არ მისაუბრია მაგ თემაზე რატო არ ვარ იმიტომ რომ მე როდესაც დავიწყე მუსიკის კეთება ნელ-ნელა მზარდი მსმენელი მყავდა შემდეგ რაღაც მოხდა ჩემ ცხოვრებაში რაღაცა პირადული რამაც მე გადამაწყვეტინა მუსიკა გადამედო მეორე პლანზე რა რადგანაც თვითონ მქონდა მდგომარეობა ცხოვრებაში მძიმე და მე ვეღარ მოვახერხე ეს ყველაფერი მუსიკაში გადმომეტანა ძალიან კარგი იქნებოდა ამას წინათ ჩემი ძმაკაცი მეუბნებოდა რომ მაგაზე ვსაუბრობდით ზუსტად მაგ თემატიკაზე და ძალიან კარგი იქნებოდაო რომ შენი განცდები და ის მძიმე მდგომარეობა რაც მაშინ გქონდა ხო რომ მუსიკაში აგესახა მერე აი ხო სიტყვაზე როგორც ეს პირობითად მასტერმა გააკეთა სიტყვაზე მისი აი ტრეკები რომელიც დეპრესიული არის მან მაინც შეძლო თავისი მდგომარეობა გადმოეტანა მუსიკაში ანუ მასტერსთან შენ ერთნაირი ხო არ ვიცი ხა ვის როგორი პონტი ქონდა მე მაგას არ ვმობ მაგრამ მე რო ჩემი სულიერი მდგომარეობა ჩემი გადმომეტანა ეს მუსიკაში ამას ალბათ რამოდენიმე ჰიტი უეჭველი შეიქმნებოდა ხო მეც მასე ვფიქრობ რა მაგრამ თითქოს შენ მაგ თემას არ გინდოდა შეხებოდი რა მაინც არ შემოქმედებაში ვიძახი ხო არ ვიცი ეგრე ბიჭო თან იცი რისი თქმა მინდა ანუ მე ვაფშე
იმენა რაც ძლიერი მხარე აქვს ადამიანს მევასება პირდაპირ აღნიშვა და ამის თქმა მოკიბის ბარეში რომ ეხა შენ რა პრობლემასაც ებრძოდი ხო სიტყვაზე ხო მაგამბავი რა ნუ ეხა საყვარელი ადამიანის ისე დაკარგვას პონტია ხო ეგრე გამოდის ბევრი ვერ უძლებს მაგას ბევრი ხდება ან ნარკომანი და ნარკოდამოკიდებული თუ იმეს ეს სიტყვა არ ეწყინოს რავი ეს სიტყვა რაღაც არ ევასება ნარკომანი და ნუ ნარკოდამოკიდებული რო სიტყვაზე ან სასმელზე დამოკიდებული რაღაცაზე დამოკიდებული ეგრევე ხდება ტიპი უმეტესობა განსაკუთრებით აქ ჩვენთან და არა მარტო ჩვენთან უნივერსალური პრობლემაა რა რაც შენ შეგემთხვა და პირადად შენზე უფროსებსაც კი ძალიან რთულად გადააქვს და ვიცი რომ შენ სულად გადაიტანე, მაგრამ რაღაც სხვა ძალებით გაიჩნდე რა. ფრეშ გამოხვდი, იმენა ფრეშ გამოხვდი. იმიტომ რომ ძალიან ძლიერი მენტალიტეტი მაქვს. ხო. მაგრამ ანუ აი ეგ ყველაფერი მეხმარება იმაში რომ ნებისმიერი პრობლემა დაუძლიო. კი. საკუთარი თავის ფსიქოლოგი ვარ ესე რო ვთქვათ რა. ანუ ამით არ ვიძახი იმას რომ ფსიქოლოგი არ გჭირდება ადამიანს სიტყვაზე პირობითად ადამიანი არ გჭირდება ვინც რამე რჩევას მოგცემს დაგიდება გვერდში მორალურად დაგეხმარება მაგრამ ფიქრობ რომ იმდენად გაუტეხელი ტიპი ხარ ხო კი იმდენად მაქვს ეს სიძლიერე შინაგანი რომ შემიძლია ნებისმიერ კრიტიკულ სიტუაციაში ჩემი თავი ხელში ავიყვანო და ვაჩვენო მაინც ხასიათს თუმცა ძალიან დეპრესიული ვარ მაგრამ მიდრეკილი თუ იმენა არა იმენა დეპრესიული ვარ მაგრამ მიმაჩნია რომ ჩემით მაქვს უნარი გავუმკლავდე და გამოვიდე მაგ რთული სიტუაციაში ხშირად გაბრუნებს ხოლმე მე ვიტყოდი რომ საერთოდ თლიანად ეგრევ ცხოვრობ. რაღაც უკვე ის დაყვება, ხო? თითქოს შენ კი, კარგად თქვი, ხა შენ ძალიან დამყვება. ტიპი და ეგ დაყვება, ხო? რაღაც ჭრილად, ხო? ხო, ეგეთი. კი, რაღაც თითქოს ის არის. კი, რაღაც დამყვება. შენია რა, რაღაც ხო, რაღაცებს ვირგებთ რა ადამიანები ცხოვრება. ეგეთ რაღაცეებსაც ხო ხდები რა, მენტალურ თემებსაც რა. და საინტერესოა ბიჭო, იცი რატომ მაგ თემებზე საუბრობთ ხოლმე ჩვენ რა და აქაც და ისეც. მაგრამ აი ეგეთ დუხში რო აი რაღაცა აი იხთენ რა მაგასაც ბიჭო რა. სინამდვილეში რაც არ უნდა მოიხდინო, ხო? ეს შეიძლება ვიღაცისთვის იხდენდე ამას. მაგრამ შენ ხო იცი ეს რა სიმძიმის მატარებელია შენ როცა შენ თავთან მარტო რჩები, შენ იცი ყველაზე მეტად რა სირთულესთან გაქვს საქმე. შენ თავს არ გაურბი ხარ ხო არასდროს არასდროს მარტო შენ თავთან რჩები იმენა ხო ყველაზე კარგი რაც არის აი შენ წეგან აღნიშნე ხა საუბარში რომ ძალიან ბევრი ადამიანი ამას ვერ უძლებს და ზოგი სვავს ზოგი ხდება ნარკოდამოკიდებული ზოგი ასე შემდეგ აი ყველაფრის მიუხედავად მიმაჩნია რომ ჩემ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ჩათვალე რომ რომელიმე მაგ მიმართულებას აუცილებლად აირჩევდა. აუცილებლად. კი, ბიჭო და აქ ვიღაცები რომ ბაზრობენ, რას ქვია, რა რეპ კარიერა არ გააგრძელე, როცა საქმე ეხებოდა შენ რავი, უსერიოზო, სიცოცხლის ბაზარი ხა ხო, ხა როგორც არ უნდა გაწევო. კი, ძალიან ბევრი ადამიანი აი არ მინდა ხა დავამძიმო ძალიან სიტუაცია, ძალიან ბევრი ადამიანი მიმართავენ. კი, ტოდა. ხო და აი ის ვინც მას აი სიტყვაზე ეს თემა რას გვეუნება ვერსკის გამოცდილება, ხო? რომ ვინმე ცხოვრებაში რამე პაუზას თუ ხედავ, ვინმე ცხოვრებაში ხედავ, რაღაცა განსხვავებულად მიდის, ხო? შენ არ იცი ამის უკან რა დგას, ხო? აი ამას ვეტყოდი ძალიან ბევრ ადამიანს. იმიტომ რომ წიგნის შეფასება ყდით და რამე ეგ ხო ჩვენი ტრადიციაა რა. ჩვენი პრობლემაა. ხო, გარედან ყველაფერი მარტივი ჩანს რა, რომ შეხედო, მაგრამ ეგრე არ არის რა რეალურად. და ეხლა ის მე ვიცი, მაგრამ შეიძლება ვიღაცებმა არ იცოდნენ, ხო? პროსტა ერთადერთი რაზეც მე მიტყდებოდა და გული მწყდებოდა ის იყო რომ შენი პოტენციალი რაც გააქვს, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინა ახლოვაზე ხარ რა. ბევრი ჰიტიც და ყველაფერი კიდე იქნება, მაგრამ აი ის დრო, დაკარგული დრო, მაინც მეც არ მისწორდება, რომ გაიჩიტა რა. ნუ ეგ უკვე მაგას აღარაფერი აღარ ეშველება და ეგ უკვე ყველაფერი ალბათ რავი. მაგრამ სამომავლოდ ეგეც იძლევა იმ ფიქრს, რომ სიტყვაზე მე რაღაცას ხელს რო მოვკიდებ, ანუ ის რო გამოვიარე უკვე სიტყვაზე, ხო? უკვე ნონ-სტოპში მივაჭერ რა, რომ ჩემი მივიღო. ეგ მენტალიტეტი არ გაქვს? გამომშავებული ხა? აი მაქსიმალურად ვცდილობ რომ ეგ მენტალიტეტი მქონდეს და შენ ახალგაზრდა მაყურებელს ზუსტად მაგას ვეტყვი რომ
ყველაზე მეტად ზუსტად აი ეგ არის ცხოვრებაში მთავარი. რახან ეხა დაკარგულ დროზე ვსაუბრობთ, ხო? და ჩამოვარდა მაგაზე საუბარი. აი ახალგაზრდებს, ვისაც რამის მიღწევა უნდა და мотиваცია აქვს, ვეტყვი რომ ყველაზე მთავარი ცხოვრებაში არის ეგ, რომ არასოდეს არ დაკარგო დრო. დრო არის ყველაზე მნიშვნელოვანი, შეუფასებელი და რასაც ვერ დააბრუნო. რასაც ვერ ამიტომ ჯიგარი ხარ ვერსკი. აი ეგრევე რასაც დაიწყებთ არ გაჩერდეთ. ეგრეა ძმაო რა, ბოლომდე უნდა მივაჭიროთ რა. მიზანი გაქვს ძმაო, უნდა დასახული მიაწეკი ბოლომდე რა. ამის ცოცხალი მაგალითები რავი ძალიან ბევრია რა. ინსპირირება ხოლმე. ბიჭო, აი ამ რეპის და ჰიპ-ჰოპში რასაც ტრიალებ, ხო, აი ძალიან ბევრს უყვარს, ძალიან ბევრი მეგობარი წავს, მაკაცი წავს, ვინც ამაში ერკვევა ევასება, მაგრამ ბიჭო, შენთან რო ბაზრობ, ხო, ამ თემაზე ესე იმაზე რომ აი ესე საერთო რაღაცები არა მაქვს ბევრთან რა. ხოზე ხარ ზუსტად ერთ ჟანრს უსმენთ, ერთ ქვეჟანრს უსმენთ, ერთ დუხზე ვართ, ერთი რა ვიცი, ბევრი საერთო გვაქვს რა. ეს გამოიხატება კი უკვე აღნიშნეთ ბევრ რამეში რა. და აი ეს ყველაფერი რატო არის ესეთი მცირე მასშტაბის რა. აღონთ იმ გაგებით არ გეკითხები რა, გაგებითაც კითხებ იმ ხალხის მსმენელის პონჩი. თვითონ ჩვენნაირი თავს კი არ ვიქებ არანაირად არც მე და მივხვდი რასაც მეკითხები. ჩვენნაირი ტიპები რამხრივ იმენა რაღაც პონჩი აზროვნებით ტიპები. შენ როგორ ფიქრობ, შენ მიგაჩნია თუ არა რომ ადამიანი შეიძლება იყოს მეორე ადამიანისთვის ინსპირაცია? რატო არა? ხო, მეთანხმები რომ თავისთავად, ხო? ნახე როგორი რაღაც არის თუნდაც ჩემთვის რამოდენიმე ადამიანი იყო ინსპირაციის წყარო რა. ერთ-ერთი შენც, იმიტომ რომ შენი მუსიკა მე მომწონს. მე ყოველთვის თანამშრომლობ იმ ადამიანებთან, ვინც მე მომწონს. შეიძლება ეს კომერციულად არ არის თლად სწორი, იმიტომ რომ ყველა ცდილობს უფრო ჰაიპიან არტისტთან თანამშრომლობს, რომ მე აქედან რაღაცა ჰაიპი თვითონაც აიღოს, ეს ბუნებრივია, ამაში ცუდი არაფერი არ არის. არ ცუდი არ არის. ხო, არაფერი ცუდი არ არის, მაგრამ მე კონკრეტულად ყოველთვის თანამშრომლობ იმ ადამიანებთან, ვინც მუსიკალურად ჩემთვის ახლოა. გესმის? ანუ, როდესაც ვხედავ ადამიანს და უსმენ მის შემოქმედებას, მე უსმენ მას როგორც მუსიკოს. მე ვცდილობ მასში აი ეს მუსიკა დავინახო რა, ყოველთვის ვცდილობ ამას და მე შენში დავინახე ის მუსიკალურობა, რაც მე მომეწონა და აი ზუსტად მაგიტომ ვამბობ, რომ იმ ხალხთან აი ჩვენნაირი ძალიან ისეთი ნათქვამია რა. აი ის ადამიანები, რომლებიც მუსიკას ჩვენნაირი გემოვნებით აკეთებენ, ხვდები? შეიძლება ითქვას, რომ მე ბევრი არ არის ეგეთი რა, ბევრი არ არის და ხო ხვდები რა პონჩი ვიძახი. ვიცი, მესმის. ამიტომ აი ხო არიან კომანდა. კი, მესმის რასაც ამბობ, ისევ არ მინდა ისევ რაღაც ძველ თემას დაუკავშირდე, რომ აი ეს ყველაფერი რაღაც. არა, როგორ მინდა იცი ჩაგეკითხო, აი თვითონ ხალხს კიდე უფრო რო გავაგებინოთ რა პონტი, რომ ხო არიან რაღაც აი ბაიკერები სიტყვაზე რა, იქ რაღაცა კუტოკებად რო ხოაზე ხარ რაღაცა აი ესეთი იქ რაღაც ეს გახსნილი კომანდას რო ეძახიან იქ რაღაც კლასტერული ხო ანუ ეხლა რო ვიძახი ჩვენაირი ტიპები ამას ხალხს კი არ უსმევ რო რაღაც ისალკე კლასტერია ხო ისინი ვართ რაღაც არა უბრალოდ ჩვენაირი სხვაზე შეხედულებების ტიპი ხო შემოგჩის და შემოქმედებითაც ბაზრო ხეხლა თორე სხვა რაღაცებს არ ვეხები ხო და გააგრძელე აი მაგი მინდოდა ჩამოეკითხა ასევე ხო რა როგორ გითხრა რა აი ალბათ მაინც იმის ბრალია რომ არ არის ნაკლებად არის ინდივიდუალიზმი ხო იქონია რაღაცა მზეგავლენა აი ვერსკიზე იქონია ჩემზე იქონია ერთად გავიჩითეთ ესე იგი სხვაზე შეიძლება იქონიოს ჩვენ ვიყოთ სიტყვაზე ამ მზეგავლენის გამცემები კარგი გაგებით ინსპირატორები თუ ხო ხტები როგორც გინეში და შენ ამბობ რომ ჩვენ ვიყოთ სხვა ადამიანებისთვის ინსპირაციის წყარო თავისთავად ძმაო თუ დეფიციტია სიტყვაზე იმ ვაიბის ტიპი როგორც ჩვენ ვართ სიტყვაზე
ჩვენ გავცეთ არა, დეფიციტია ყველა ვარიანტში. ხო, არის, გითხრა. ყველა ვარიანტში დეფიციტია და ეგ არის კონკრეტულად რო უხსნათ ხალხს გულისხმობ, რომ იმ ჟანრს, იმ ქვენ ჟანრს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ სიტყვაზე, ხო, იმ განხრას ჰიპ-ჰოპისა, თრეფის იმ ნაწილს, გონია რომ მე მგონი არავინ არ აკეთებს. არავინ არ. ვინმე აკეთებს? არავინ. კი, თრეფი გაუკეთებიათ, ეხლა რაღაც new school-ს ბევრი კარგად აკეთებს, მაგრამ ჟღერადობაში არავინ. მაგ ჟღერადობაში არავინ. ხო და აი ეგ ყველაფერი ისე იქაც მოკვდა მე მგონი ეგ ჟღერადობა სადაც დაიწყო. იქაც მოკვდა, ეხლა იქაც მოკვდა, იქაც იცი რა არის ყველაფერი. რიჩომის წაყვა, აუ ბიჭო როგორ აბა. აი გეგონებოც მაკაცი დამებრიდა. ხო, Young-ს უთხარი წინა პოდკასტში. ეხლა შეიძლება ისე ვერ განიცადა როგორც ჩვენ განიცდი რა. ხო, ეგ რა არის? ეგ ჩემთვის ეხლა ეგ სიტუაცია იყო როგორ თქვა რა, თითქოს რაღაც ახლობელი ადამიანი დავკარგე რა. ხო, აი ძმა რო დაგებრიდება. იმიტომ რომ აი, როდესაც იზდები რაღაც ადამიანების მუსიკაზე, რომლებიც შენი შთაგონების წყარო არიან, შენთვის შემოქმედებითად, ვიზუალურად, ანუ ეს მოგწონს და ამით იზრდები შენ, ხო? როდესაც მე კარგავ ეგეთ არტისტს, ეს შეიძლება ჩვენ არც ვიცნობდით მათ და ჩვენთან არანაირი შეხება არ ქონია და არც ეკნებოდა ჩვენ მთელი ცხოვრების მანძილზე, მაგრამ ჩვენ გავიზარდეთ, მათ უსმენდით და ვიღებდით, ვიკვებებოდით, ასე ვთქვათ, რა, მათი და ეს რა თქმა უნდა ძალიან მტკივნეულია რა. დავისდავად. ბიჭო, ხო რაღაც იცი რა პონჩი, აი თითქოს მიეწყო რა მაგ პერიოდში ეს პრობლემა, აი Young-თაგიც დაიჭირეს, მერე ქვანი დაიბრიდა, ვაფშე იმ სასტავში რა სასტავში ჩვენ გვევასება და აი ეგ ვაიბი და აი კამანდა რაღაც ცოტა რთულ გზას გადიოდნენ რა ეხა იქ ხო ხდები? კი. რა თქმა უნდა, ეგ ეხა როგორც ჩვენ მსმენელისთვის ჩემთვის პირადად ხო, დასაწყვეტია. თუმცა რაც თავარია Young-თაგი თავისუფალია და გამოვიდა. გაგისწორდა? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ჩემი საყვარელი არტისტია და თან ბიჭო, ვაფშე წარმოიდგინდი რომ ეგ ტიპი აი კიდე ხო ზუსტად მაგის თქმა მინდა რომ აი ვიზუალით არ უნდა განსაჯო ტიპი რა. იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ტიპს აჰეითებდნენ, რომ შენ პეძიკი ხარ. მეც მაჰეითებენ ანალოგიურად რა. ძალიან რა პონჩი. მე ძალიან ხშირ სანამ TikTok-ზე ლაივებს შავთავდი, ხო? მანამდე ესე კონკრეტულად საზოგადოებასთან შეხება იმდენად არ მქონდა. გულისხმობ ესე პირდაპირი. და როდესაც აი TikTok-ზე გამოჩნდა ლაივების ჩართვა დავიწყეთ, შემზეც ძალიან დიდი ჰეითი მოდის ზუსტად მაგ ვიზუალის გამო. ვიზუალის გამო ჩემზე ძალიან დიდი ჰეითი მოდის. თუმცა აი ხო რა, თუმცა აი რო გითხრა ხა მე ეგ რაღაცა იმაში ბიჭო არა, რა პონცვაზე. ანუ მაღელვებს თქო ვერ გეტყვი. უბრალოდ ფაქტს გულისხმობ. კი, არა, რისი თქვა მინდა რა ტიპს ხვაზე ხარ? აი ამანდა რო უწევს თვითონ იქ ამერიკაში რომ შეპიდარასტო და ხვაზე ხარ და რაღაცა შეკათამო და ამ დროს ტიპს 50 ტრუპი ყავს აკიდებული და განგსტა ის არის რა ვიცი. ტიპების აკანკალებთ მანდრაჟი ეწყებათ Young-თაგზე. ამ დროს წრიპინა იქ რაღაცა ანუ რიკო კეისით იყო კაცი. რიკო კეისით იყო კაცი დაკავებული და ტიპს ეძახი ქათამს, ტიპს ეძახი არ ვიცი ჭრიპინას, ჭყიპინას და ამ დროს მანდრაჟი ემართება ტიპებს ტრაქში Young-თაგის დანახვაზე. რაღაცას არ გვეუნება ეგ ფაქტი. აი საინტერესოა ის რაღაც თქვი ახლა ძალიან და ძალიან საინტერესო რაღაცა მინიშნება იყო ახლა მაგაში. რაღაცას აი ეს უფრო საზოგადოების თემაა, რა საზოგადოების თემაა, აღქმები. ადამიანები აღიქვავენ ვიღაცებს ვიზუალურად და მე როდესაც ადამიანს უყურებ, მე ვცდილობ რომ ჯერ გავიცნო ის ადამიანი გესმის. ხო, რა თქმა უნდა შეიძლება რომ შეხედულება რაღაცა დოზით ჩამოგიყალიბდეს ადამიანს რო უყურებ, ხო? შეიძლება მისი ვიზუალიდან გამომდინარე რაღაცა ფიქრი გაგიჩნდეს. ეს არ ეხება კონკრეტულად ჰომოსექსუალობას ან არა, просто ზოგადად ვამბობ რა. მაგრამ სანამ არ გაიცნობ ადამიანს პირადად, ხო? შეუძლებელია რამე დასკვნები გამოიტანო. ესე იქცევიან მხოლოდ გამონათლებელი. აი, ხო შეიძლება მანევრული იყო ადამიანი, მაგალითად, კონდეს ჰომოსექსუალური მანევრები, მაგრამ არ იყო ჰომოსექსუალი. მანერა. ხო, აი, ხო არიან ადამიანები ზოგი, რომ აი მანერა, ან საუბრის ტონი, ან ხმა, ან ქცევების სიარული რა, კონდეს კი, როგორ არის? აი ესეთი რა, თითქოს. მაგრამ არ იყოს ჰომოსექსუალი, არ იყოს გეი და იყოს ჩვეულებრივი ჰეტეროსექსუალი, ხო? კი, შეიძლება. ასევე შეიძლება რომ ქცევები კონდეს მაგარი რა, ვაშკაცური და ამ დროს ხო. ეგეც საამბურჯერ
ვიზუალი არასდროს არ არის. ხო, ვიზუალით არ უნდა შეაფასო ტიპი არასოდეს. დაჟე კომუნიკაციითაც ვერ მიხვდები თუ ძალიან ის ადამიანებია პირველ დღეს, მეორე დღეს, მესამე დღეს, მეოთხე დღეს და კი არა, შეიძლება თვეობით ვერ გაიცნო ადამიანი. და შენ მესაუბრები ტიპებზე, რომ რაღაცით ასკვნი რომ ეს ესეთია, ეს ისეთია, საშინელი ახლა TikTok-ზე რადგან ჩემს აი ყურსაკიძე ძალიან ბევრი ჰეითი მოდის ხოლმე და ძირითადად როცა ლაივი მაქვს ჩართული ძირითადი ჰეითი მოდის ხოლმე ვიზუალზე რა, თლიანად ვიზუალზე მოდის და ესეთი რაღაც გავაკეთე რა. საფრანგეთში არის ესეთი რეპერი SCH. ვინ? SCH. ხო. შეგეცოდინება. მარსელიდან არის და ძალიან პოპულარულია რა ეს არტისტი რა, დიდი ხანია უკვე რეპშია. ხო. და ამ ხალხს ვინც მე მაჰეითებს რა იდეაში რა, ვაყურებინე SCH-ის კლიპები, პირდაპირ ლაივში. ხო. ვაყურებინე რეპერის კლიპი, რომელიც არის საფრანგეთიდან, ხო, პირდაპირ ლაივში ვაყურებინე, რომელიც არის საფრანგეთიდან და მისი ვიზუალი ვაჩვენე, მინდოდა დაენახათ, რომ აი სიტყვაზე პირობითად არის ესეთი რეპერი მარსელში, ევროპა იქნება ეს თუ ამერიკა იქნება თუ არა, კონკრეტულად ეხა ამას მნიშვნელობა და მას აქვს ესეთი ვიზუალი, ყურსაკიდები აქვს დიდი რაღაცა მარგალიტით, ქვევით და რაღაცა და ამით ის ვაჩვენე, რომ მინდოდა საზოგადოებამ დაინახოს, რომ ეს არის რეპის ესთეტიკა, ეს არის რეპის ესთეტიკის ნაწილი, ეს არ არის აუცილებელი, რომ ყველა რეპერმა საყურე გაიკეთოს, ან დრედი ან ნებისმიერი რაღაც გაიკეთოს, ეს არ არის აუცილებელი. ამით ამაზე არ ვამბობ, რომ ყველას ესე უნდა კონდეს. არა, ეს მე კონკრეტულად ესე გადავწყვიტე. ხო შეიძლება ვიზუალურად ნააბაროტაც იყოს, რომ ვიზუალურად ვერ შეატყო ტიპს, რომ რეპერია, მაგრამ ძალიან მაგარი რეპერიც იყოს, ძალიან მაგარი მუსიკოსიც. კი, როგორ არა, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს, არა, არ გამორიცხავს. ან ძალიან გამოხვიდე რეპერულად, მაგრამ უბასობერავდი, ხო? კი, რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება, ანუ ეგ ვიზუალზეა. მე უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ფიქრობ, რომ არტისტი როცა ხარ, აუცილებელია რომ შენ კონდეს რაღაცა შენი ნიშა ვიზუალური თვალსაზრისით. და კაი იქნება თუ ეს ინდივიდუალურის იქნება, მაგალითად როგორც შენ ხარ რა. კი ბატონო. აი ეგ მაკედან გამომდინარეცაც ჩემთვის ინსპირაციის წყარო იყო აი ცხონებული შავი პრინცი, იმიტომ რომ მისმა ვიზუალმა ამ შემთხვევაში მუსიკას არ უარ დაუკავშირდე, ხო? მისმა ვიზუალმა ჩემში ძალიან დიდი გავლენა იქონია, მე დავინახე, რომ ის ხლებს არ გავდა ვიზუალური თვალსაზრისით. სხვა ქართველ არტისტებს არ გავდა ჰიპ-ჰოპ არტისტებს. ძალიან პატარა ვიყავი, კი, 10 წლის ვიყავი. სკოლიდან მოვედი და ტელევიზორი ჩავხტე და ვიღაც დავინახე ეს ტყავის შარვალი, ტყავის ზმანები. აუ აზე ხარ, მიჭვე ხარ მაგარ რაღაცას. ანუ 90-იანი წლების ბოლოა რა პერიოდი. და დავინახე ანუ ადამიანი რომელიც არ გავს სხვებს, გამიგე? და ისევე როგორც ყველა მეც ქუჩაში გავიზარდე და იმ დროს რა ყველა ქუჩაში გავიზარდე და ქუჩაში ანუ დავაკავშირე იმ ქუჩის ადამიანებს ვისთან ერთადაც მე ურთიერთობ ასე ვთქვათ, ხო? და დავინახე რომ ეს მათ არ გავს, ეს ვიღაც განსხვავებული პერსონაჟია, იმიტომ რომ მე მაშინ 10 წლის ვიყავი და ვერც მივხვდი ვინ იყო ეს ადამიანი, ანუ მივხვდი რომ რაღაცას მღერის, მომღერალია, მივხვდი რომ ეს რაღაც არაფერი კავშირი ამას იმის მიუხედავად რომ რაღაც ბექგრაუნდი, განგსტერული ბექგრაუნდი ქონდა და ქუჩური ბექგრაუნდი ქონდა, სიტყვაზე მუსიკალური თვალსაზრისით, მას რაღაც ეს ქუჩური ის არ ქონდა, ეს იყო რაღაც განსხვავებული რაღაცა. მივხვდი რომ ეს არის არტისტი და მისმა ვიზუალმა ჩემზე ძალიან დიდი გავლენა იქონია. 34-ის. წარმოიდგინე, ანუ რა მაგარ თემას შეეხე რა, შეიძლება გაუთვითცნობიერებლათაც ისეთ რაღაცას შეეხე ხა, რომ მინდა ეგ თემა გავშალო. ნახე, 10 წლის ტიპი ხედავს რაღაცას, 10 წლის ბავშვი, 10 წლის ბავშვი ხედავს ტიპს და 34 წლამდე მის ფსიქიკაში არაფერი არ შეცვლილა, იმდენად დაილიქა. აზე ხარ ძმაო? კი, აი ეს არის, როდესაც ეს არის ინსპირაციის ძალა და ამას ძალიან ხშირად უსმავ ხოლმე ხას რა, წინა პოდკასტში თქვი, რომ მე ვარ სიტყვაზე პროდუქტი იმ ინსპირაციის წყაროების ერთად შეკრული ჩემი ინდივიდუალიზმი დამატებული. ხვდები, იმიტომ რომ რაც არ უნდა ინსპირირებული იყო, თუნდაც copy paste გააკეთო. არასდროს copy paste არ უნდა გააკეთო. რომც გააკეთო, მაინც გამოხვალ ვერსკი. იცი რისი თქმა მინდა ამით?
ტიპები ხო აკეთებენ copy paste და ძალიან ბევრი პონტი ყოფილა მუსიკაშიც, იმაშიც ხო, სხვადასხვა ხელოვნების დარგებშიც, რომ აკოპირებენ რაღაცას. ბევრჯერ გამოდის ტრეში, მაგრამ ზოგჯერ გამოდის რაღაცა ახალი. იჩეკება, გაიგე, იმიტომ ინოვაცია გამოდის. მაინც შენახა რა. აი სიტყვაზე ხო, რაც არ უნდა მიუბაზოს სიტყვაზე young ducks, ხო? მე მაინც აფანდელ ვიქნები. არა, რატომ იცი? შენც ვერს კითხო? კი. ვისგანაც არ უნდა მიიღო, იმიტომ რომ თვითონ ჩვენ ვისგანაც ვიღებთ ინსპირაციას, იმათაც ყავდათ რა თქმა უნდა, აი ესეთი ზემდგომი ინსპირატორები. მე საერთოდ მგონია რომ ყველას ვიღაც ყავდა. აი მაიკლ ჯექსონის რაღაც ცეკვას უყურებდი, მე არ მეგონა და მაიკლ ჯექსონის Young-მა. ხო. Young-მა იქმა ჩამიგდო ის რეპერი. და აქ რო თქო კითხე მე, Tupac-ი ვისაც ბაძავდა. ხო, აი მაგის თქმა მინდა. ბიჭო, გამოვყლევდი, უსმედი და მეთქი, აი Tupac-ია, ვიღაცებს ჩაურთი და Tupac-იაო? არა, მეთქი, არა, Tupac-ი. ამ ტიპმა ერთ-ერთში აიღო flow გინდა რაღაც ხმის ტემბრი Tupac-მა. მაგრამ ის არავინ არაა, Tupac-ი. ხო, მე არა, არავინ რო ეხა მაპატიოს რეპის და მაგის მოყვარულებმა, მაგრამ არ ამგონია ეხა რომ ის Tupac-ია რა, ფაკი. ხტები ეს რას მეზაზე მეტყველებს? მაგის თქმა ხალხს რო უთხრა რა, იმიტომ რომ მაიკლ ჯექსონის მოძრაობები მე არასდროს არ მეგონა თუ იყო ვიღაცისგან აღებული. ამ დროს იყო, ხო? ამ დროს იყო. ეხა უბრალოდ სახელი აღარ მახსოვს, აღარ მახსენდება ვინ არის ეგ ძველი კომიკოსია, რომელიც თან მოცეკვავე არის, ქორეოგრაფი იყო თუ რაღაცა ეგეთი და ანუ აი მაიკლ ჯექსონის აი ეს ცნობილი მოძრაობები ცეკვის ელემენტები ნახევარზე მეტი აი სწორედ იქიდან არის ინსპირირებული. ანუ ყველას ვიღაც ყავს, ვისგანაც რაღაც ინსპირაციას იღებს. ეგ არის ზოგადად აი სიცოცხლის არსიც და ზოგადად აი მოძრაობის არსიც რა, რასაც ქვია ეს ციკლი ხო დაუსრულებელი სამყაროსი, რომ ერთმანეთს სოციალური არსებები ვართ გინა არ გინა და ერთმანეთს ვაძლევთ ინსპირაციებს და ამით ვითარდებით რა. ანუ რაღაცა ინდივიდუალურია კი ადამიანი ხო აზე ხარ ცალკე რაღაცა თვითონ უნდა განავითაროს თავისთავი, მაგრამ საჭიროებს რა. აი ესეთ რაღაცებს საჭიროებს, ხო? რომანტიკულ პარტნიორებს საჭიროებს სიტყვაზე, მშობლებს, მეგობრებს საჭიროებს ადამიანი რა. და ამაში იზრდები რა. აი ამას როგორც კი ცილდები, თითქოს რაღაცა ნაწილი შენი იბრიდება რა. როგორი ადამიანიც არ უნდა იყო, როგორი პროტოტიპიც არ უნდა, ანუ ფსიქოტიპაჟიც არ უნდა იყო და რა ასაკისაც, ხო მართალი ვარ. კი, მე საერთოდ აბსოლუტურად გეთახვები მაგაში. უბრალოდ ერთადერთ პატარა რაღაცას ვიტყვი, რომ უბრალოდ ეგ არის, რომ არასდროს არ უნდა ეცადო, რომ ვიღაც სულ რო დააკოპი პეისტო, როგორც შენ თქვი რა. მაინც შენი იქნება რაღაცა, იმიტომ რომ ვერ დააკოპეისტე. აი 101% ვერავის ვერ დააკოპეისტე. ისევ და ისევ მივიდივართ ინსპირაციამ. ხო, ამიტომ ყველაზე კარგი არის, რომ რაღაც მოგწონს ვიღაცისგან, არაფერი ცუდი არ არის მაგაში, რომ აიღო ეს დეტალები და შენ თავში მერე მოახდინო, აი რაც მე გავაკეთე დაახლოებით რა, გესმის? ანუ რაღაცა ავიღე სიტყვაზე ჩემი საყვარელი ერთი არტისტისგან, მეორე ვიღაცისგან, მეორე რაღაცისგან და მერე საბოლოო ჯამში შევქმნი ის სტილი, რა სტილის. რამაც გაქცია ჯორჯიაში ლუკების კინგად, ბრო, ხო? იასნა, რა? იასნა. ხო და ნახე რისი თქმა მინდა ასევე რა. ბიჭო, ზოგჯერ ეხა ტიპები არიან ისე მომთხოვნი თავის თავზე რა, აი ეხა ჩასაწერად მომიყვანია ტიპები და აუ ძალიან პერფექციონისტები რო არიან, ხო აზე ხარ? არა, მე ვიცი რომ შენ ძალიან პერფექციონისტი ხარ და მეც. ჩვენზე პერფექციონისტებიც არსებობენ. პერფექციონისტი უკვე ცოტა დაავადდა. ოღონდ გადასული როა იმაში რომ თვით დაჯერებას რო გიკარგავს. აი ეგ უკვე პრობლემაა და თვით დაუჯერებელი ტიპები, რომლებსაც გონიათ რომ თუ რაღაცა ინოვაცია არ მოიფიქრეს ისე ღირებულ პროდუქტს ვერ შექმნიან. ან რაღაც ნიჭები თუ არა და არც ნიჭზე არაა საუბარი და არც ინოვაცია რა არის. ინოვაცია არის ზუსტად მაგის, ხო? თუ არ ცადე რაღაცეები, არარსებულებს ხო არ იმას იზავა რა? ნაცადებისგან გამოდის, ხო? ეს რაღაცა ახალი. ინოვაცია არის სიახლე, ხო? თორე ისეთი რაღაცა ვერ შეიქმნება, რაც ფიზიკურად შეუძლებელია, ხო, რომ მატერიალიზდეს. შესაბამისად, ეს ინსპირაციები, ეს ყველაფერი იმისთვისაა საჭირო ზუსტად რომ აღმოცენდეს ეგ რაღაც სიახლე. ამას ტალანტი კი რაღაც პონჩი უნდა, მაგრამ მგონია რომ და შენს ვიცი და მეთანხმები ალბათ რომ
შრომითაც შეიძლება რაღაცეები გააკეთო. კი, ფიქრობ პროსტა მანდ ერთადერთი ეგ არის, რომ ფიქრობ ყველაფერთან ერთად ღირებული უნდა შექმნა რაღაც გესმის? ანუ შეიძლება რაღაცა ინოვაციური იყოს, მაგრამ ღირებულება არ კონდეს. კი, მაგრამ ნახე ხა მანდაც აი კრიტიკულად რო ჩავგეძიო. გეთანხმები, მაგრამ ხალხის პირით გეტყვი რა. აი ღირებული სუბიექტური არ არის. იცი რა, არ არის. ნახე ვერსკისთვის ღირებული. ხო, შეიძლება სხვისთვის არ იყოს. ჩემთვის შეიძლება არ იყოს, ხო? მაგრამ დრო ხო აჩვენებს რა არის, ანუ ნახე დრო არის ყველაფრის მაჩვენებელი, გესმის? ანუ დრო რო გადის და ის რაღაცა, რაც პირობითად შენ გააკეთე, დარჩება და ხალხის სიყვარული დარჩება იმ რაღაცას პირობითად ეს იქნება მუსიკა თუ რაღაცა და გაგრძელდება ეს, ხო? ეს უკვე ღირებულია, გესმის? ეს უკვე აღარ არის სუბიექტური, ეს უკვე ობიექტური რეალობის წინაშე დგები. ხო შეიძლება ძალიან მტკნელ რაღაცას ქმნი, მაგრამ უბრალოდ ვერ გაიტანე. როგორც აი რავი, ნიკო ფიროსმანი ხო ისე დაიბრიდა თუ გარდაიცვალა, რომ ვერაფერს ვერ მიაღწია, ხო? ნიკო ფიროსმანი არის ყველაზე უიღბლო ადამიანი. ხო, მაგრამ სიკვდილის მერე ხო ხდები. იმიტომ რომ ადამიანი მილიონიან ნახატებს ხატავდა და ცხოვრობდა კიბის ქვეშ რა, ანუ წარმოიდგინეთ რა დონის უიღბლო, ანუ ბიჭო და ხო, ეგეთი ისტორიები არტისტებზე ძალიან ხშირად თითქმის ყოველი მეორე არტისტი, განსაკუთრებით მხატვრები. მხატვრებს ყველაზე ტრაგიკული. ხო ამბობენ პოეტებიო, მაგრამ პოეტებზე უარესი სიცოცხლე. მხატვრებს ბიჭო. ალბათ, პოეტებსაც ხო ეხა galaktioni და ბიჭო, გინდა არ გინდა აი რაღაც პონჩი მე ვფიქრდები რომ ხელოვნებას შექმნი ადამიანი ისე მარტო ნიჟზე არ მაქვს ისე შექმნი თუ შენ რაღაც ტრაგედია არ დაყვება? აი ფიქრობ რომ აი ძალიან კარგი რაღაც თქვი რა. ფიქრობ რომ აი არ მინდა ისე გამომივიდეს რომ აუცილებელია ეგ, მაგრამ მე მიმაჩნია და კი არ მიმაჩნია რეალურადაც რო ვილაპარაკოთ, ყველა დიდი ხელოვანის უკან ყოველთვის იმალებოდა ჭყალებში, ყოველთვის იყო რაღაცა ტრაგიზმი რა. ეს იყო galaktionis შემთხვევაში თქვა სიტყვაზე რომ ის ლოთი იყო ის მას სულ იმაშობოდნენ განიკითხავდნენ ამის გამო წერალთა კავშირიდან გარიცხეს პირობითად ავიღოთ ვინ ავიღო აი ნებისმიერი ხელოვანი ხო აიღო თუნდაც ნიკო ფიროსმანი ხო ისეც ვისაუბრეთ ხო ყველა ხელოვანის უკან აი ალბათ ეგ არის დენთი და აი ის საწვავი შემდეგ რაც აი აწერინებს ან აკეთებინებს რაღაცა ხელოვნების იმ ნიმუშებს, იქნება მხატვრობა თუ ნებისმიერი ხელოვნების რაღაცა ჟანრი თუ მიმართულება, რაც აქმნევინებს შემდეგ იმ შედევრებს რა. აი ეს ემოციური მდგომარეობა და ეს ემოციური მდგომარეობა შეიძლება მოიპოვო პოზიტიური ენერგიითაც და შენ ცხოვრებაში რაღაცა ძალიან პოზიტიური მოხდეს და ამან დაგაწერინო შენ ძალიან პოზიტიური, ანუ შენი ემოციების გამოტანა არის, ხდება ამ დროს. და ასევე შენი ტრაგიკულობითაც იგივე შეიძლება. მე ვფიქრობ, რომ мотиваცია არის, აი ინერტული არ უნდა იყოს. ანუ ნეიტრალურ მდგომარეობაში მყოფი ხელოვანი, ვფიქრობ, ვერ შექმნის საინტერესო იმას რაღაცა მასალას. ვფიქრობ, აუცილებელია ან ძლიერი ენერგია, ან პოზიტიური ძლიერი ენერგია, ან ნეგატიური ძლიერი ენერგია რა. და აი ეს სიძლიერე ამ ენერგეტიკის და სიმძაფრე გაქმნევინებს შემდეგ აი ამ ნამუშევრებს. ყოველი ტრეკიო რაღაც ტრამვის გამოძახილი იყო, წინა პოდკასტი გამახსენდა მაიკის და ალბათ ეგრეა, ხო, რეალურად კი ეგრეა. მაგრამ მაიკის ვერ შექმნი ისე? აი დაუშვოთ ვიძახი რა, აი აუცილებლად ანუ რანიჭიერი ტიპი უნდა იყოს, წარმოიდგინე რომ სიტყვაზე ეხა ყველაზე მეტად რა იყიდება, ხო ბჭყალებში რომ სიყვარული რაღაც ემოციებია ეს რაღაც ხო ადამიანური პონდები რა, ამას გააყალბებ? შეიძლება გააყალბო ისე, ხო? აი სიტყვაზე ძალიან მაგარი love story დაწერო, ხო? ან ძალიან მაგარი ტრეკი დაწერო დაშორებაზე, სიკვდილზე, ემოციებზე, მაგრამ არ განიცდიდე. გამოვა მაგარი? შეიძლება კითხვა სიმართლე რომ კარგი კითხვა, მაგრამ იგზნობ რომ ემოციას არ განიცდიდა არტისტი? მე არ ვიცი სხვა რომ ჩემ შემთხვევაში ვერ არა. ვერ იგზნობ. ჩემ შემთხვევაში ვერ არა, შენ ვერ იზავდი? მე ვერ ვიზავდი. მე ვერ არ ვიცი სხვა როგორ აკეთებს მაგას, თუ ახერხებს ვიღაცამ რომ ვერ განიცდის სიყვარულზე შეულე ჰიტი გააკეთოს, ანუ ფიქრობ მაინც ემოციური მდგომარეობა მნიშვნელოვანია რა. კი. მაგ კუთხით და დღეს უბრალოდ დღეს აღარ აინტერესებს ხალხს, ანუ
სუბთა მუსიკალური თემა, ეგ Young Mike-ის წინანდელების უც უყურებდი აი შენი პოდკასტის და მაგაში დავეთახმები რომ დღეს არტისტები ცდილობენ მიიქციონ უბრალოდ ყურადღება და მათთვის უკვე მთავარი არის რაღაცით მოიპოვონ ყურადღება მიიღონ რაღაცისგან და არა ის რომ შექმნან რაიმე ღირებული სუბთა ეს იქნება მუსიკალური თვალსაზრისით რა. ამიტომ დღეს არის უფრო შოუ უფრო მეტად აინტერესებს ხალხს ვიდრე ეს ეხება TikTok-ს, ეს ეხება Instagram-ს, ეს ეხება YouTube-ს, ეს ეხება მუსიკალურ ბაზარს თუ ნებისმიერ ხელოვნების. ანუ დღეს მოვიდა ეპოქა, როდესაც ხელოვნება სუბთა მუსიკალური თვალსაზრისით ისეთი ღირებული აღარ არის მუსიკა და არის უფრო ღირებული შოუ უფრო ღირებული გახდა ვიდრე მუსიკა გამიგე და აი ეგ არის რაც მე არ მომწონს მეც იგივე რაც აი მე შოუ არა და შოუ თვერქი რაღაცებიც ასწორებს ზოგჯერ რა ხო არა ასწორებს ბიჭო ნაშები როგორი ნაშები გევასება დიდი ტუჩები რო აქვს აი ყველაზე მაგრა რა მარტო ეგ ანუ ჩემთვის ყველაზე მთავარი ეგ არის ანუ მე როდესაც უყურებ ქალში რა გევასება გითხარი დიდი ტუჩები всё ანუ შო არა მაგრამ თავარი რაც მე ვასება ეგ არის ანუ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი როდესაც პირველად უყურებ გოგოს უყურებ მის ტუჩებს არ ვიცი ყველა კაცი ალბათ ყველა კაცი რაღაცა კონკრეტულ დეტალს უყურებს შეიძლება ვიღაცა სულ სხვა რაღაც ადგილს აკვირდება რა მაგრამ მე ვამბობ კონკრეტულად მე კონკრეტულად ყოველთვის ტუჩებზე უყურებ გოგოს და თუ მისი ტუჩები მომწონს ბიჭო აი დაბერილი ტუჩები გევასება კი მე ვასება აი ხელოვნურად გაჩნია თუ ეს გოგოს უხდება თუ ეს მის აი ბიჭო მე რა მაქვს ვიზუალზია გამომდინარე თუ მის რაღაც სახის წყობას უხდება მის ვიზუალს უხდება მთლიან ჯამში კი და არის შემთხვევები როდესაც ვაფშე არ უხდება ადამიანი აი დაბერილ ტუჩებს ქალზე რო ხედავ ხო ბიჭო აი ისა მაქვს შიში მაქრო არ გასკდეს რა ხვდები ბიჭი არ მართლა ეგრეო აი რაღაც მგონია რომ ხელს რო დაადებ გასკდებ არ ვიცი ვინმე დაწეროს კომენტარებში მარტო მე მგონია ეგ თუ თქვენც მოგსვლიათ რომ აი ამ დაბერილს აი რო უყურებ ხო აი მეშინე ვაიმე არ გასკდეს აი რაღაცა ისე მიუდექი რა რომ არ გასკდეს ხოაზე ხარ არ ქონია ეგეთი მე ჩემ შემთხვევაში არა ხო არა, საერთოდ ბავშვი საინტერესო რაღაც თქვი, ეგეთი რაღაც არა. არა, დედას ფიცა ვარ, აი განსაკუთრებით თუ ძალიან ზედმეტი მოუვიდათ, ხო, ეს ფილმის შეყვანა, ფილერი, ხო? აი სულ რაღაცა მაქვს ეგეთი იზმენას პონტი, რომ შევხედავ, რომ არ გასკდეს. მე არ მქონია ხე ეგეთი. არა, ხო. აი ესე ხა როგორ პონჩი ხარ, რა? ყავს ვინმე? მე ყოველთვის ყავს ვიღაც. შეყვარებული? არა, შეყვარებული არა. ბიჭო, შენზე ჭორები დადის, რომ ტრანსებთან წევხარ. წევხარ ტრანსებთან? საერთოდ ჭორები ყოველთვის ჭორები არის, მაგრამ იმას არ დავმალავ, რომ ტრანსებს მაგრად ვევასები. ბიჭო, შენ ანუ რაღაცა სულ ისეთ სახელებს ირქმევდი რა, უცნაურს, დილერი, სუწინიორი. რატო საიდან მოდიოდა ეს? რა არის ეს ყველაფერი მოდის რეპიდან რა და რეპში ვინ იყვნენ რეპერები ძირითადად რეპერები ყოველთვის იყვნენ ტრაკ დილერები სუტინიორები ეგეთი ტიპები რა და ალბათ მაკედან მოდის რა ყველაფერი რა ნარკოტიკებს კიდე ღებულობ? რაღაც პერიოდი რა როდესაც სულად ვიყავი და მძიმე მდგომარეობა მქონდა ხმარობდი რა თქმა უნდა ხა რაღაც ნიუტიერებებს რა სერიოზულს ხო კი და ეგ არის და ეგ რა ანუ მაგის ხო შეიძლება არ გსურს ხა დეტალებში ჩაღრმავება არ იყოს კაი გასახსენებელი ხო არა ნამდვილად არ არის კარგი პერიოდი ჩემთვის გასახსენებლად რა მაგრამ ეგ დრო წარსულში დარჩა რამდენი წლის იყავი დაახლოებით არ ვიყავი პატარა რა ყველაზე მეტად ეგ არის რომ ხო იცი რეპი და რაღაც ნარკოტიკებთან ისე ასოცირდება ასე თუ ისე და არა ეს უფრო პიროვნულიდან გამომდინარე იყო და არა რეპიდან გამომდინარე ეს უფრო პიროვნული პრობლემებიდან გამომდინარე მაგრამ ეს ყველაფერი ხო იცი ვერ ავწდებოდით ამ თემას ბრო და მაგითო გითხე რა თან გამახსენა ხო ის ერთული პერიოდები და რაღაცა გავლენას ტოვებს ბიჭო ხო რაღაცა მოვლენები არის რომელსაც დაღის დასმა შეუძლია რა
ადამიანზე და თავარი რომ იქ არ ჩავრჩეთ რა და რაღაც გზები ყოველთვის მოიძებნება ხო ბრო. კი. აი ესე ხა როგორ პონჩი ხარ რა? ყავს ვინმე? მე ყოველთვის ყავს ვიღაც. შეყვარებული? არა, შეყვარებული არა. შეყვარებული იცი რა არის? შეყვარებულს მე ცოტა რა ხდება? გიორგი ბატონო, გიორგი თქვენ ცხოვრებაში ესეთ კითხვას კი არ გისმენ, პროსტა ჯიგრულ პონჩი გეკითხები. მარტო ხარ თუ ვიღაცა? არაფერი არ ხდება, სიმართლე რომ. იმიტომ რომ ხო საჭიროა რა, მე ვფიქრობ რომ აიც რა არის იცი, ეხლა კონკრეტულად ეხლა არაფერი არ ხდება. ყოველ შემთხვევაში კარგი არაფერი არ ხდება, ამიტომ ვერაფერს ვერ. თორე მეტყოდი, ხო? თორე გეტყოდი. კი, ბაზარი არა. არ დამიმალავდი. ნამდვილად. მომისმინე. რა გეგმები გაქვთ მა? ორი ალბომი მინდა გამოუშვა. პადრეს გარდა. ხო და აი მაგას ვამბობ რა, თქვი კიდევაც რომ 13 პადრე, ეს იქნება სოლო ალბომი. კარგი იქნება და ალბათ სავარაუდოდ მაინც გამოვა underrated or იმე ეს ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში მე მიმაჩნია რომ შეიძლება რომ შედგეს და ეს ადრეც გითხარი რომ ეს არის ჩემი ბოლო ალბომები როგორც რეპერის ეს არის ჩემი ბოლო ალბომი ეს ორი ალბომი არის ბოლო ალბომი ამას იმიტომ არ ვამბობ რომ მე მუსიკიდან არ მივდივარ ან რაღაც ხო ხო არა მუსიკიდან არ მივდივარ არა ძმაო ვიღარ ფიქრობ რომ მე შემილია როგორც მომღერალი ვიყო და არა როგორც რეპერი და მიმაჩნია რომ აი ამ კუთხით ადრეს მითხარი მე მგონი მახსოვს რომ მომღერალობა მინდაო ხო თა ყველა მონაცემი გაქვს მაგის ბიჭო მე მგონი უფრო გამოვა ეგ რა ანუ იმ ჰაიპისთვის რაც შენ გინდა გამოიტან რა ფიქრობ რომ უფრო მუსიკაში წავალ ალბათ როგორც მომღერლად და არა როგორც რეპერად შოუები და იქიდან გამომდინარე რომ არა სულთა მუსიკალური შოუების კუთხით არა თან რაღაც ინოვაცია იქნება ნახე იმიტომ რომ მე ზუსტად ვიცი რომ რეპერულ ვაიბს და სტილს არ დაკარგავ არ დაკარგავ და იმ მომღერლობაში რო გადაიტან ამას რაღაცა სიახლე იქნება ხო იმიტომ რომ ყოველთვის ძალიან ფიქრობ რომ ყოველთვის შემეძლო მუსიკის კეთება სიმღერა რაც დეფიციტია ქართულ რეპერებში დეფიციტურია სიმღერა კონკრეტულად აქ არ გულისხმობ რაღაც გარეკვას არის ძალიან ბევრი რეპერი რომელსაც შეუძლია ძალიან მაგრად გარეკვოს მე გულისხმობ ქართველებს მაგრამ ფიქრობ რომ სიმღერის დეფიციტი ნამდვილად არის ქართულ ჰიპ-ჰოპში და ყოველთვის იყო. კი. ბიჭო, თან აი ხა ნახე კიდე რაღაც რა მაინტერესებდა რომ ბიჭო, სულ მიკვირს რა. არის ხო ისეთი ენები რა, მაგრამ ხა აფრიკული რაღაცა ენებია, არ ვიცი, ვერაფერს ვერ გაიგებ, ხო აზიური ტრეკებია, ევროპული რაღაც ტრეკებია, რომ ბიჭო, გადის ამ საერთაშორისო საზღვრებზე, ხო? ეხლა მაინც და მაინც რო აი ეს რო აქვთ აჩემებული ინგლისური თუ არ არის, ვერ გაიგებენ. ტყუილი ბაზარია, იმიტომ რომ ხედავთ ჩვენ ფაქტებს, როგორ გადის, რავი, რაღაცა ჩინური ტრეკი ბაზრდება, აზიური ტრეკი, რაღაცა იაპონური ტრეკი ბაზრდება. ხო. იქ, რავი, აფრიკული ვიღაც ტიპი ჯოროს უბერავს და ბაზრდება და ჰიტდება მთელ სოფლიოში. დესპასიტო ეხა რო ტრეკია რა, დავიჯერო გესმის ეხა რა სიძახის სიტყვებს, მე არ მესმის, ხო? მაგრამ ჰიტია. აი ხა ბრაზილიელი შეუულია ბოდიში რა გაწყვეტინე მე გააგზელი რატო არ შეუძლია ქართველს და საქართველებს ვაფშე და ჩვენ ყველას რომ გავაკეთოთ ისეთი რამე რომ მთელ სოფლიოს მოედოს ეხა ჩაკრულოს გაშვებას არ გულისხმობ რა იმენა ჰიპ-ჰოპში ვიძახით რეპში ან რაღაცა R&B-ში ან და ვინ გითხრა რომ არ შეუძლიათ მაგრამ ამისთვის ძალიან ბევრი დეტალი არის და ნიუანსი და მნიშვნელოვანი ხო ანუ არ გამორიცხავს თავისთავად თუ შეუძლია სიტყვაზე ვიღაცას დესპასიტო ჩაწეროს ან რაიმე სხვა ენოვანი არა ხა გამოვა მაგაში ძალიან დიდი ფინანსები და არა მე არ გეუნები რომ ეს მარტო ფინანსების არა ხო ვიცი მე შენასაც ამბობ ფინანსებზე არ გულისხმობ რომ მაინდა-მაინც ფინანსებია საჭირო რომ სოფლიოს მოედოს არა ფიქრობ რომ შეუძლებელი არ არის მაგრამ დღევანდელი რეალური მონაცემიდან მე თორე მე და შენ ვიცით არტისტები საკმაოდ ბევრი ფული რო აქვს ჩადებული თავის შემოქმედებაში, მაგრამ კაციშვილი მაინც რეაგირება. $100,000-ზეა ბაზარი და იცი ვინებზეც ვიძახი. ნამდვილად. ანუ პირდაპირ პროპორციულად არ აისახება შენი მარკეტინგი და აქ ფულის ჩადებები და რაღაცა რო ხალხი წაგირებს რა. არა, ხვდები რა, არა და ნიჭის გვაქვს. რა არის ის შემაფერხებელი რო აი ტიპები აი რაღაცა ქართული ვერაფერი ვერ გავიდა, ანუ ეხა სპორტს და იმას არ გულისხმობ, აი შემოქმედების მხრივ მუსიკალურად
მოდი უფრო ტრეპზე და აი R&B-ზე ვისაუბრებ. იმიტომ რომ სხვა ჟანრები ასე თუ ისე თუ სხვა ჟანრებშიც რავი მოკოჭლებული გქობში რა არ ვიცი აი რაღაცები შეიძლება არ ვერ ხვდები უბრალოდ ან პასუხი იყოს და უბრალოდ მე არ ვიცოდე შენი აზრი მაინტერესებს რა იმიტომ რომ მიფიქრია მაგაზე თან არაერთ რთული თემაა რა ეხა ძალიან რთული თემაა რომ მე რო გითხრა ეხა რატო ხდება მე რო ვიცოდე მაშინ მე თვითონ გავაკეთებდი ისეთ რაღაცას რაც სოფლიოში ეს ძალიან რთული თემაა და ძალიან ძნელი სათქმელია ესე კონკრეტულად რამე მოცემულობან მაგალითი დაწეროს ვიღაცამ აი რა უნდა იყოს ისეთი რომ მთელ სოფლიოს მოედოს ეს ფორმულა არავის არ აქვს და ამიტომ აქ ფორმულა ძნელი სათქმელია თუმცა მიმაჩნია რომ აი არტისტები რომლებიც საქართველოში რაღაცას აკეთებენ და უნდათ რომ გავიდნენ სოფლიო მასშტაბზე არ უნდა შეწყვიტონ თავისთავად მათი мотиваცია მათი ანუ ტიპებს ბევრი ამბობს რომ ენას იცვლიან გაიგე იმის გამო რომ გავიდნენ ბაზარზე და შეიცვალონ თუ არ შეიცვალონ და ქართულად მიაწვნენ ისევ იმიტომ რომ თუ გასაბაზრებელია გაბაზრდებაო ხო იცი რა ხო არ ვიცი გავარდნება ვერს კი გასავარდნით ჩემი აზრით ყოველთვის გავარდება თუ სწორ მომენტში გაიჩიტები ხო რა ენაზეც არ უნდა იყოს თუ სწორ ადგილას მოხვდები სწორ მომენტში გასავარდნი ყოველთვის გავარდება ჩემი აზრით ბაზარი არა რა და ანუ კედელს თუ ურტყი გაანგრევ რა დედას უტირებ ხო ეგ ნოტარიუს BIG თქვა თუ არ ვწდები რომ ესე კედელს რო ხო თუ არ ვწდები არა და რეალურად ნათქვამია რომ კედელს ბევრმა თქვა და მეც ეგ მახსოვს რომ რაღაც კაი ფრაზაა რომ კედელს თუ ურტყი გაანგრევ ხო ალბათ ეგრეც არის მაგრამ ფიქრობ რომ მაგრამ უნდა იცოდე რომელ კედელს ურტყა ხო რა არის კედლები რომელსაც ეხლა შენ პროსტა ვერ გაანგრევ რა კი მაგაზეც აქვს ტყილა ურტყი ხო ანუ ტყილა არ უნდა ურტყა რა ცოტა ჭკვიანობაც გმართებს რა იმიტომ რომ ეხლა ვარჯიშიც არის ეგეთი გამოთქვა work hard კი არა train smart რა აი გეთახმ ჭკვიანურად ტრამვასაც აირიდებ და უფრო დიდხანსაც ივარჯიშებ და უფრო ჯამთელიც იქნები და რავი რა ეგრე უყურებ ყველაფერში რომ ჭკვიანურადაც უნდა გააკეთო მარტო ძიმე შრომა და კანცვა არ არის ხო მე და ჩემი ძმაკაცი რომ მუშაობდით სტროიკაზე რა ეგრეთ წოდებულზე მახსოვს ეგ პერიოდი ხო გახსოვს კი ძიმე შრომა ეხა რა არის ხო აიტანე ის რაღაცა მოიდგდე ცემენტები და აიტანე ხო ძიმე შრომა მოვიფიქრეთ რაღაცა რომ ზევიდან ბაწრით რაღაც მოჩი მიგვება გავიმარტივეთ მაგრამ უფრო მეც საქმეს ვაკეთებდით ბიჭო ხო ის რომ უნდა გვეზიდა ჩვენ რავის და დროსაც ზოგავდით ხო აზე ხარ უფრო მეც საქმეს ვაკეთებდით უფრო ხარისხიანად და სხვებსაც უმარტივებდით საქმეს ხვდები რამხელა ის არის აი ეგ უნდა მოხდეს თითქმის ყველგან რა უნდა ხდებოდეს რომ მიდი ძმაო მიაწექი ბოლომდე იშრომე არა მარტო ცოტა დაფიქრდი რა იქნებ რაღაცას გზები მონახო რა ეგ არის ზუსტად როდესაც შენ იმ საქმეს აკეთებ ხარისხიანად იმიტომ რომ შენ მოიფიქრე რაღაცა უფრო კარგი გზა იმის გაკეთება ეგ არის რომ აი smart რა ზუსტად შენ იფიქრე და შენ უფრო მარტივად შეასრულე ის ვიდრე შეგეძლო რომ გაგეკეთებინა რა ხო აი რაღაცა დაუჭირე რა ხო აზე ხარ მაგრამ მაგას ტვინის უნდა ხო რა თქმა უნდა მოკითხა დავითას მაგარი რაღაც მოიფიქრა ისე ბიჭო ჩემი წელი შეინახა თავის წელი შეინახა და რავი კიდე რამდენის ხო ხო ბიჭო განგსტერები ვაფშე რა თემაა ვერს კი აი განგსტერებზე კარგია რომ განგსტერებზე ჩამოვარდა ლაპარაკი და ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ ხო TikTok-ზე ძალიან ხშირად ხო მე მაგ ერთადერთი მე ვარ ვინც განგსტერებ იმას აკეთებს რა განგსტა რეპერი ვარ ანუ განგსტერი არ ხარ განგსტერები ნახე ხო აი ეხა მოვახდინო დეფინირება მაგის რა განგსტერი არ ვარ მე ვარ განგსტა რეპერი განგსტა რეპი არის მუსიკის ჟანრი გამიგე განგსტერები არის მუსიკის ახლა მე შენ კი არ გიხსნი შენ ძალიან კარგად იცი რაც არის განგსტერები ხალხს განგსტერები არის მუსიკის ჟანრი და მე ვაკეთებ ამ ჟანრის მუსიკას მათ შორის ტრეპსაც და ასე შემდეგ აი ეგ ფრაზა არის ჩემი შემოტანილი საქართველოში განგსტერ ეხა გამახსენე სიტყვა განგსტერ შემოვიტანე მე
რამაც გამოიწვია ძალიან დიდი ნეგატიური ფონი რეპერებში, სხვადასხვა ხალხში უბრალოდ რომ შენ რა განგსტერი ხარ აი შენ. არა, კომენტარებზე მქონდა ერთი კომენტარები გახსოვს ბიჭო რეებს წერენ, პროსტა გამაგიჟებენ. ნუ ეგე და არ გიტყდება? რა არა, ესეთ პონჩი. ეგეთ კომენტარებს რო წერენ? არა, ეგეთი კომენტარებს ყველას დაუწერენ, გამიგე? არა, კი, ბაზარი არა, მაგრამ შეუძლებელია მაგას აცდე. რატო რა პონჩი უნდა დაუწერო? აი ვის მიმართ? კამერა სად არის? აი? ხო. ვერსკის რა პონჩი უნდა დაუწერო? განგსტარებზე, რას გიწერენ? რავი, ბევრ ამის. მაგალითად რა? მაგალითად რა? მაგალითად შენ რა განგსტერი ხარ, საყურეები გიკეთია. ხო, აი რა პონჩი უნდა დაუწერო? ვერსკის შენ რა განგსტერი ხარ, საყურე რა პონჩი გიკეთია. ხო და აი რა არის, იცი? და ეს გაღიზიანება გამოიწვია ამ სიტყვამ gangster, გამიგე, იმიტომ რომ აქ რეალობაში ეს სიტყვა არ იყო, რეპერები არ იყენებდნენ ამ სიტყვას gangsters ზოგადად და ამ სიტყვამ გამოიწვია თან ეთყობა აი ვილაპარაკეთ მაგაზე რომ ვიზუალურად ვიღაცას მე არ ვიძახი რომ მე ვარ განგსტერი, მე არც არ მითქვია რომ მე ვარ განგსტერი. არა, მე ვამბობ რომ მე ვარ განგსტარ რეპერი. გამიგე? თუ ტიპებმა დრიფი არიციან რას ნიშნავს? არა, ეგ საერთოდ ცალკე თემაა რა. ეგ საერთოდ ცალკე თემაა. ქართველ რეპერებს ისიც უტყდებათ. რა თქმა უნდა, ყველას არ გულისხმობ ახლა აქ ტიპებს რა არის დრიფი? დრიფი არის ჩაცმულობა, ჩაცმშენი ვიზუალური მდგომარეობა რა. და აქ ეგ კომპლექსია ქართველ რეპერს. ამ დრიფინ რა? ხო, აი ნახე, აქ ქართველ რეპერს დრიფი საერთოდ არ აქვს 90%-ს, გამიგე? ქართველ რეპერს ისიც კი უტყდება, რომ კისერზე ჩეინი კონდეს ჩამოკიდებული. რატომ? მე ყველას არ გულისხმობ. N-word შეიძლება ვიხმარო თუ YouTube-ი დაბლოკავს? არა, რატო დაბლოკავს? არა, რაღაცა ლაინი მინდოდა მე თქვა და დაბლოკავს YouTube-ი. არ დაბლოკავს. არა, მაინც არ. You can არა და მეოსება ეგ რა, ხოაზე ხარ, ნუზერო ვიზახი. მაგრა ასწორებს. I'm dripping nigga. ჩიკარი. აი, ნახე რა პრობლემაა რა, რომ უბანში არის სხვადასხვა გაგების ადამიანები რა და როდესაც რეპერი ხარ, ხო? აი ნახე, როდესაც რეპერი ხარ. ქართულ რეპერებს აქვთ ახალგაზრდებს კომპლექსი იმის, რომ სიტყვაზე კონდეთ დრიფი და ვაფშე დრიფი არა აქვთ ქართულ რეპერებს რა უმეტესად. ნიგა მაგარი იყო. ხო და რა არ უნდა გაგიწყდეს ქართულ რეპერებს საერთოდ 90%-ს დრიფი საერთოდ არც იცის რა. სატუ სპიდი ხო აქვს? ხო არ ვიცი. ხო და ანუ იმის თქმა მინდა რომ შენ არადოს არ უნდა გაგიწყდეს იყო ის ვინც ხარ. ხო. გამიგე? და როდესაც აი ახალგაზრდა რეპერი ხარ და გიტყდება იყო რეპერი. აი რამდენი ქართველი რეპერი იცი რომელიც ჩეინით დადის? აი მითხარ. სპასტაიანად? ნუ ხშირად იყენებს ამ აქსესუარს. ჩეინ ვინც არის ის ალბათ რავი. ხო ჯაჭვი რა? არ ვიცი ბიჭო, ვინ დადის მაგით ქართველი? აი ქართველი რეპერი რომელიც ჩეინებით დადის. აი ყალბით ბევრი, მაგრამ ნაღდით ნუ კაი, თუნდაც ყალბით. ეგ ცალკე თემაა, ეგ ცალკე თემაა, უბრალოდ ეხა მაგასთან დავარჩა. დადის მე ვამბობ რომ ყალბი. ნუ იყენებს სიტყვაზე პირობითად რამდენი რეპერი იცი, ვინც იყენებს გრილს რამდენი რეპერი იყენებს სიტყვაზე, რამდენი, ანუ ამით რისი თქმა მინდა, ამით იმის თქმა მინდა, ხო? ანუ კბილების, ხო? თუნდაც აი გრილს. არ ვიცი, ხო, არ იყენებენ. აი რომელიმე რეპერს მეტყვი, ვინც ეგეთ, არა. ხო? ნაკლებად ყოველ შემთხვევაში შეიძლება ვიღაცა თქვა, ეხლა მე ვიტყვი ვიღაცას ერთ თორს, მაგრამ ხო ხვდები, აქ ქართველ რეპერებს კომპლექსი აქვთ, იყვნენ რეპერები რა, იმიტომ რომ როდესაც უბანში გამოდიან, უბანში განსხვავებული მენტალიტეტი აქვს ხალხს და უბნის ხალხი ამას ვერ გაიგებს. ანუ ახალგაზრდა ტიპი გამოდის და თქვა სიტყვაზე პირობითად ჩეინები ჩამოკიდული აქვს რა. აუ, ჩემი და იქ უბანში ბაბუ ტიპები ზიან რა და ბიჭო ეს დრედები. დაინახეს ვიღაცა, აი ჩემი მე დრედებზე არ გეუნებიან? ან მე ვერავინ ვერაფერს ვერ მეუბნება სანდრო რა. არა, როსლებზე ვიცი. ვერც არა, მეუბნებიან კაცები რა. მეუბნებიან რა, მე შემილია გავცე პასუხი ისე
რომ მათ აღარ გაუჩნდებათ იმის სურვილი რომ რაღაცა ხო ხო ჩვენ ხა ისათა 16 წლის რო ვიყავი მოიჯერე ბიჭო პიდარასტი ხო რა ხო რა ხო ეგ დამოკიდებულება ეხაც არის საყურე რადგინა ბიჭო ეხაც არის ეგ დამოკიდებულება ანუ არ შეცვლილა არაფერი არ შეცვლილა აბსოლუტურად. უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ როდესაც შენ ხარ რეპერი, არ უნდა გაგიტყდეს ეგეთი რაღაცეები, იმიტომ რომ უბანში ვიღაცეები ამას სხვანაირად გაიგებენ. გამიგე, შენ ხარ რეპერი, შენ არ ხარ ქუჩის ვიღაც ანუ პერსონაჟი ან ბაბულიკა ვიღაცა ტიპი არ ხარ და შენ არ ხარ რაღაცაი ძველი ბიჭი ან მაგ მიმართულების ტიპაჟი. შენ ხარ არტისტი, ის დავიწყეთ, ხო? ვიზუალით გამოტანილი დასკვნები, ხო, თემა როგორც დავიწყეთ. ხო, რატომღაც დღეს რაღაცა უფრო ვიზუალზე მე რომ მოყავდი ალბათ უნდა მაგაზე იქნებოდა რა. ვიზუალზე წაიღებდა ясно, იმიტომ რომ ვიზუალით ხარ, არა მარტო ვიზუალით, ნიჭითაც და ყველაფრით გამორჩეული და ვიზუალის ძალიან მაგარი და პროსტა შემოქმედებაში მეტად გვესაჭიროები ჩემო ძმაო. ხო, ვეცდები ყველანაირად. თუ მარტო არ გინდა აგერაო დუეტი ჩავწეროთ ძმაო. Underrated ორი. კი ბატონო. Underrated ორი ძალიან მაგრამ Underrated ორი პირველი იყო, როდესაც მაგარი ბროუქ ვიყავით ორივე. კი. შენ ძალიან ბროუქ იყავი, ძალიან ცუდი პერიოდი ქონდა. ძმაო ანაკომის სუპს ჭამდი. ხო არ ვიტყუებს მე. ხო არა მეც ძალიან ისე ვიყავი რა და აი ხალხი რო წერდა რომ ეს $3000 დახარჯეს. კაროჩე ტრაქში კურკლი გვიხმებოდა ეგ კლიპი რო გადავიღეთ, მაგრამ ძალიან მაგარი არისო. ტრაქში კურკლი გვიხმებოდა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით და აი მაგრამ კლიპი გადავიღეთ. ვამაყობ რომ ეგ შედგა და გამოვიდა რა. ხო ძალიან მაგარი მე რავი, ჩემთვის ისტორიაა და ჩემთვის საუკეთესო კლიპია კონკრეტულად მე რაც გადამიღია ჩემი კლიპებიდან, ჩემთვის პირად. როგორც კლიპი ვიდეო. ანუ 0 ლარით გადაღებული ტელეფონით, ჩემი iPhone-ით გადაღებული, აი ამ iPhone-ით, რომელიც მაქვს. ეხლაც, რომელსაც ხმარობ, ამ iPhone-ით გადაღებული. თუ გინდა, ყველაფერს შეძლებ რა. ხო. ყველაფერს მოახ. აი ამ ტელეფონით გადაღებული კლიპი. წარმოიდგინე რა ტიპებს დღემდე არ და ტიპებს ეგონათ რომ $3000 დავხარჯეთ მაგ კლიპის გადაღებაში. 3 კი არა, მეტი მითხრეს მე. ხო, მე მით უპეტეს. 10 უტო. 10 $10. ამ დროს აი უბრალოდ მანქანაში ბენზინი ჩავასხით და ესე პროსტა ანუ ნახე მანდაც ის ჩანს რომ ადამიანებს თუ აქვთ ხედვა, ფული არ მონდომება, არაფერი არ ქონდა ვაფშე არც მე დარჩენ. არაფერი არ ქონდა. საერთოდ ვაფშე მშიერი ვიყავი გეუნებით ხალხო ეს პროექტი რომ მოხოდეთ რა. სტუდიები ქონდა. ხან შესამოვიდა. მაგრამ საჭმელი არ ქონდა. მაგრამ გშიოდა. რო გშიოდა, იმიტომ ხო არ გამოვიდა მაგარი ტრეკები. არ ვიცი. ვერ გეტყვი. ხო არა მე უბრალოდ არ ვიცი ხა რას მივაწერო მე უბრალოდ ისე უბრალოდ ვიტყვი რომ უბრალოდ მუსიკა გამოდის კარგი ხანდახან არ არის ხოლმე ეგ მომენტი არ გაქვს მაგალითად შენ რომ აი შეიძლება ვიღაცასთან ითანამშრომლო მაგრამ მუსიკალურად არ გამოდის ის რა და არის ადამიანები ვისთანაც კარგი მუსიკა გამოგივა რა ხო აი რა ცუდი მომენტია რა ხო ძალიან ცუდი მომენტია მაგდროს რა უნდა ქნათო და შეიძლება კარგი არტისტის იყოს ის ვიღაც კონკრეტულად მაგრამ შენთან ჰარმონიაში ვერ მოვიდეს კი ბიჭო ანუ ორივე შეიძლება ძალიან მაგრები ხართ მაგრამ ერთად ვერ ეწყობთ ხო ერთად შეიძლება ეგეც ჩვენზე ვერ იტყვიან ხო რაც აი მე და შენ იმენა ჩემი შეფასებით კარგი მუსიკა გამოდის აი ხო რაღაცა უხდება შენი ჰუკები ჩემ ვერსებს და ნააბაროდაც ხო და აი კონცეფცია ყველაზე მეტად რაც მომწონდა იქ იყო კონცეფცია იმის რომ შენაკეთებდი შენებურ ლაინებს ვერსებს კი უბომბესი იყო და აი ფუსი თან როგორ გაგვივარდა შემთხვევით და შენი უბომბესი ჰუკი და შენ ყოველთვის იძახდი რომ ჰუკები ხო და აი ჰუკის კინგი ვერსკი და უცებ რაღაც მოჩი კარგი ჰუკი გავაძრე რა და გამისწორდა ვა მეთქი ვერსკი მაყოფილია ჰუკი მაქვს აკაიჰო ям ფუსი so ბიჭო ხო თან ანუ ისე რა სპონტანურად თუ დააკვირდი სპონტანურად რომ რაღაცას აკეთებ უფრო მაგარი შეიძლება გამოვიდეს ვიდრე რომ გეგმავ ეგ ხო იმიტომ რომ ის პირველადი ემოცია რაც გეუფლება რა როგორც კი აი პირველი ემოცია მიიღე და ხო აი გადავხაზე და ეს პირველადი ემოციას ეგრევე აჩვენებ მსმენელს და ის მსმენელი ეგრევე იმ ხალას ემოციას იღებს რაც შენში იყო იმ მომენტშივე გამიგე და ეს არის ძალიან ბუნებრივი რა
ამიტომ მევასება freestyle-ის მეთოდი რა. Young-მა მითხრა თორე არ ვიცოდი თუ ეგრე ერქვა punching-ს აკეთებო, punching-ს აკეთებო, ანუ ნაწილ-ნაწილ რო freestyle-ით წერ, ხო ახლა ერთი ლაინი თუ ორი ლაინი რაღაცა და მე კიდე გააგრძელი. მე ჩემი სისტემა მაქვს, არ ვიცი, როგორი სისტემა, მე როგორი სისტემაც მაქვს, ეგეთი არავის არ აქვს. როგორი გაქვს? მე ყოველთვის ჰუკით ვიწყებ. ხო, არა, ეგ მე ვიცი, ხალხმა არ იცის ხო, შენ იცი, კი. ეგრე არავინ არ აკეთებს. მე მგონი საერთოდ სოფლიოში არავინ. შენ ბიტზე ვერ აკეთებ, იმ ბიტს ყრი, ხო? ხო. იმენა აგდებ. ამ დროს შეიძლება კაი ბიტი იყოს, მაგრამ პროსტა ჰუკი არ არის. შეიძლება დედის, ანუ შეიძლება კარგი. შეიგინე, კაცო, შეიგინე იმენა. შეიძლება დედის ტუნელი ბიტი იყოს. მაგრამ ჰუკი თუ არ დააჯდა, всё, შენი არ არის. ხო, ჩემი არ არის. იმაზე რაც ჩაგიგდე, გააკეთე ჰუკი? არა, იმიტომ რომ რაღაცა ვერ ვიყავი კარგად. მარა გაქვს ხო იდეა? მაგრამ არა, ჰუკი მაქვს. ჰუკი ყოველთვის მაქვს. ანუ underrated-ს მაგ ტრეკით გავხსნით. რატომაც არა? კი. რატომაც არა? მაგრამ ისტორდება. მაგრამ თან მომენატრა რა, იცი როგორა, მაგასაც ხო ისინი აქვს პერიოდები. შენ თუ გაქვს დრო, იმიტომ რომ მე ვიცი რომ შენ ძალიან ბევრი საქმეები გაქვს და კი, პროსტა სწრაფად რო მუშაობ და შეჩვეული ვარ მაგ პროცესს, ეგ მიმარტივებს რა. ხო ხდები ერთი თავისუფალი დრო სიტყვაზე როცა გამოყოფ და ვისვენებ, ხო მირჩევნია რომ ეგეც შემოქმედებაში დავისვენო, გაიგე? ხო. და ისევ ღირებული რაღაც გავაკეთო. რაც დარჩება რა. ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის მაინც რა, თუ ვერც გავარდა, არა აქვს მაგას. ეხა უკვე აღარ უყურებ ეგრე, ადრე სხვანაირად უყურებდი, არ ვიცი შენ, ისევ ეგრე უყურებ თუ ვიცი რა არის, ყოველთვის გინდა რაღაცა გავარდეს რა. ეხა მე ვფიქრობ რომ ხო და ეგეც რისთვის გინდა? რაც შეიძლება მეტი მასშტაბი რომ მიიღოს, რომ მეტმა ადამიანმა მეტ აუდიტორიაზე გახვიდე და მეტმა აუდიტორიამ მოისმინოს შენ რას აკეთებ რა. ხო. ალბათ ძირითადად მაგისტვის. იმიტომ რომ უფრო მეტი ადამიანი გაიგებს შენს შესახებ, შენ მუსიკის, შენი მუსიკის შესახებ და რას აკეთებ და ეს ალბათ ნებისმიერი ხელოვნება ეგ აუცილებელია რა ხელოვნებაში, იმიტომ რომ მიმაჩნია რომ თუ შენ ეხა სმენელი არ ყავს და თუ შენ რავი ვერ მოახერხერო აღიარება არის რა მნიშვნელოვანი. აი აღიარება არის მნიშვნელოვანი. აი თუ შენ აღიარებას მოიპოვებ, ხო? ესე იგი შენ შედექი როგორც ხელოვანად. მე ესე უყურებ რა. ხალხის აღიარებას, გულისხმობ საზოგადოების დიდი ნაწილის აღიარებას. თუ შენ აღიარებას მოიპოვებ, ესე იგი შენ შემდგარი ხელოვანი ხარ. ეს არ ეხება კონკრეტულად მუსიკას, ნებისმიერ რაღაცას. თუნდაც ხელოვნებასაც არ ეხება რა. ნებისმიერ რაღაცას. თუ ანუ გინდა არ გინდა, მაინც მივდივარ. მაინც მე ესე ვთვლი რა. პურის ჭამაზე, ხო? მე ესე ვთვლი რომ აღიარება არის. არა, ეგ ყველაზე ისეთი ინდიკატორია, რაც გეუნება რომ ხო ტიპი ხარ რა. ხო. ფინანსურად თუ წარმატებული იჩთები, თუ ასევე გაღიარა ხალხმა და ამ დროს ფიქრობენ რომ ესაა ყველაზე მაგარი ინდიკატორი და სულ მე ასე ვფიქრობდი მეც, მაგრამ ბოლო ხანებში ფიქრობ რომ ბოლომდე ეგრეც არ არის ალბათ. აბა როგორ არის? ანუ იმისათვის რომ შენ გზნობდე რომ ღირებულს ქმნი, საერთოდ არაა საჭირო რომ ვინმე მაღიაროს. ანუ შენ გაკმაყოფილებს? მაკმაყოფილებზე არა. მე ვიზახი უშუალოდ ღირებულებაზე და ანუ მაგ თემაზე რომ ჩამოწვა საუბარი. იმისათვის რომ მე ვიგრძნო რომ მართლა ღირებულს ქმნი და მჯერა რომ ეს ღირებულია. ჩემი ყოველი რავი შემოქმედება იქნება ნაბიჯი, სიტყვა თუ საქმე. მე არ მჭირდება ვიღაცისგან საღოლ ძმაო, ეგ არის. ან ვიღაცისგან ჯილდო რომ ჩამომკიდოს, ან მედალი რაღაცა რომ ხო, არა, ეგ აი რაღაცები მგონია რომ არის ჩისტად აი შოუ რა, აი რაღაცა დადგმული რაღაცა იმისათვის რომ ხო, მაგრამ ნახე აი ხალხი ვერსკი მაგალითად აი სიტყვაზე რომ შენ ხარ, რა ვიცი, შენ პროდუქტს რასაც ქმნი, უტყუარად იცი რომ ის ღირებულია, უტყუარად იცი რომ შენი ემოციები ჩადე და ბოლომდე განიცადე და ამით იკაიფე პროცესით, ხო იცი? რას იქჭირდება ეხა შენ კრაუდი, რა თქმა უნდა გჭირდება. ფინანსების გჭირდება, მაგრამ ანუ ეს ნახე ძალიან მარტივ რაღაცას გეტყვი მე და ჩემი იალორდი შენც იცი.
მე და იალორდი ხო, აი იალორდმა დაანება, ხო, ჰიპ-ჰოპს ოქი თავი. არა, შორის იალორდმა ჩემთან ჩაწერა ეხა 2 ტრეკი და ძალიან მაგრამ რამდენი წელი არ წერდა, ხო? არ წერდა, ხო, და მაგის გამო ზუსტად, ხო? ძალიან მაგარი ტრეკი ჩაწერა შორის ერთ-ერთი, რომელზეც ჰუკი მე გავაკეთე. ხო? ხო, და იალორდი, ხო, მაგალითად, კარგი არტისტია, მაგრამ რატო ამბობ უარს ხო სიტყვაზე, რომ გააგრძელი. ხვდები? იკაიფე პროცესით. ხო, ეგ უკვე თვითონია. იალორდის მაგალითზე ვიძახი ყველას გულისხმობ, ვინც არ გააგრძელა. ისი თქვა მინდა, რაში გჭირდება ხალხის ისაო რა, აღიარება. ნახე აი მარტივ მაგალითს გეტყვი რა. TikTok-ზე ლაივებს რო ვაკეთებდი, ხო, მაგის მერე უფრო მეტმა აუდიტორია შესაბამისად უფრო გაიზარდა რა. და ესე მოხდა რომ კუსტვაზე ვიყავი და ფეხბურთს თამაშობდნენ. ძალიან ბევრი ადამიანი სტადიონზე, კუსტვაზე რო სტადიონია, იქ თამაშობდნენ ძალიან ბევრი 100 კაცი იყო სტადიონზე რა. და ოღონდ 10 კაცი თამაშობდა, დანარჩენი უყურებდნენ, გოგოები, ბიჭები, ვიღაცები. აი ესე პროსტა ჩავიარე, გამიგე? და აი გამოვიდა ხალხი და გააჩერა თამაში გააჩერეს და ბავშვები გამოვიდა. ეს ვერს კი არ არის, განგსტა რეპერი, ხო, აი ეს ვერს კი არ არის, ეგეთი რაღაცა იქნებოდა. განგსტა რეპერი, განგსტა ზოგსაც სინებოდა, ზოგს უხაროდა, ზოგს რაღაცა მოვიდნენ ფოტოები გადაიღეს, ანუ შეიძლება ფოტო გადავიღოთ, შეიძლება რაღაცა გესმის და თვითონ ეგ ემოციები ასწორებს. ხო, მაგრად ასწორებს. აბა რა არის ახლა ნუ ხალხს რო შენ უყარხარ და პატივს ზუსტად მანდო არა რა ვერს კი ძმაო, მე სხვა მხრივ თქვი ეგ, მე ვთქვი იმ მხრივ, რომ იმისათვის რომ რეალურად დარწმუნდი რომ შენი ნაშრომი ღირებული არ გჭირდება ხალხის და რაღაცეების ხვდები, იმიტომ რომ ხო, იმიტომ რომ ყველაფერი ბოლოს მაის სუბიექტურობამდე დადის, ყველას თავისი ღირებულებები აქვს, ყველას თავის აღქმები აქვს და ხო, რაღაცა კრიტერიუმებიც საწესებენ რა. ხო ხტები, რაც უფრო დრო გადის, მაგას უფრო კიდე ხვდები, ხო ხტები, რომ თავარი რაღაცა შემოქმედებაში არის, რომ პროცესით სიამოვნება. საერთოდ ვარჯიშიც აი ფიტნესშიც რა, იმიტომ რომ სადაც ჩართული ვარ, იმით ვავლებ ხოლმე პარალელებს, რომ უფრო მაგარ შედეგებს ვიღებ, როცა მე არ ვფიქრობ რეზულტატებზე. როცა მე სიამოვნებას ვიღებ იმ პროცესის, რასაც ვაკეთებ. როგორც კი ვარჯიში, მე სულ ვარჯიშობ, მაგრამ როგორც კი ვარჯიში გავხადე ჩემი სიამოვნების წყაროთ და ერთი სული მაგ გავაკეთო და დავტკბე, უფრო მაგრად მოვიხოდე რა, ვიდრე მაშინ რომ ვფიქრობდი, აუ როდის ჩავდგები ამ ფორმაში, როდის მივა იქ, ზუსტად ეგრე უყურებ შემოქმედებასაც. აი ხა 2 მილიონი ნახვა თუ არ დადო, აუ დადებს ამისთვის გავაკეთო ეს, რომ 2 მილიონი ნახვა დადოს. ხო არა, მაგისტრის რო გააკეთო, მაგისტრის არასდროს არ უნდა გააკეთო რა. აი ხა მე რომ მოვალ შენთან ძმაო დამიძახებ, მე მოვალ შენთან სტუდიაში ვიკაიფებ ძალიან, მაგრამ ვისიამოვნებ და სუფეხებზე დავიკიდებ, რამდენი ნახვა იქნება. ხო, თავისთავად. ძალიან მაგარი იქნება თუ დადო მაგარი ნახვები, მაგრამ ეგრე გაკეთდა, ხო, underrated, ხო? ამითი ვეუნები, ხო, სიტყვაზე მე მინდა უთხრა რა, ნებისმიერ ახალგაზრდა თაობას და ვერც კი სუსტად მაგას გეტყვით რა, რომ დატკბით რა პროცესით. ამაში ხა ამ სიტყვაში ახალი არაფერი არაა, მაგრამ ჩვენს გეუბნებით რომ უნდა დატკბეთ პროცესით, რასაც არ უნდა აკეთებდე, ბოლომდე შეიგრძენი რა, მომენტია, აღარ განმეორდება. იკაიფე რა. ანუ კითხვა რომ იმას ვქნა რა, აი შენ მაგალითად გააკეთებ ისეთ რაღაცას, რაც შენ არ გისწორდება, მაგალითად, აი თუნდაც მუსიკას მაგალითად, აი რაც აი შენი არ არის რა, მაგრამ აი მიზანს გააჩნია. ხო, მიზეს გააჩნია. ისეთ რაღაცას გავაკეთებ თუ არა შემოქმედებაში? ხო, აი დაუშვათ პირობითად რო ავიღოთ, აი რახან იმაზე ჩამოვარდა საუბარი, რომ შენ უნდა ისიამოვნო იმით, რასაც აკეთებ. ანუ ისეთ რაც ჩემ პრინციპებს ეწინააღმდეგება და ამორალურია, არა, მაგრამ თუ რაღაც არ მისწორდება, შეიძლება რაღაცის ხო ხდება შენში, შეიძლება რაღაც პუნქტში გავაკეთო. მაგრამ კი, გააჩნია ხო ეხა შეიძლება ვიღაცას ძალიან უნდა რომ ეგეთი ტრეკი გავაკეთოთ, ხო, ან სიტყვაზე რაღაც ამ პროექტს მოყვება რაღაცა გარანტირებული წარმატება, ხო კი? თუ არ მისწორდება სპონჯი. ეგრე არ ვიყავ, მაგრამ ეხა შეიძლება, მაგრამ ის რომ აი ხა პრინციპებს გადაუხვიო და რაღაც ამორალური რაღაცები ვიკადრო, მაგ კუთხით მე და შენ ღირებულებები გვაქვს, რასაც რაღაც წითელი ხაზები არის რა, არის ხალხი რომ წითელი ხაზები არ აქვთ, წარმატებისთვის ყველაფერს გააკეთებენ. ყველაფერს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მაგრამ მე მაგაზრს არ მივესალმები რა.
ხო რა, ანუ იმიტომ რომ end of the day რო იტყვიან, ყველაფერი მაინც დროებითია ხო, ხარ და ამ დროებითობაში რაღაცა არ უნდა არასწორი გეზით არ უნდა წაიყვანო შენი ცხოვრება რა. Yes. ხო ეგრეა. კი. მეც ეგრე ვფიქრობ, იმიტომ რომ შენი ღირე ყველას თავისი ღირებულებები აქვს და აი ეგ არ უნდა დაირღვეს რა. შენ თავში არ უნდა დაარღვიო ეგ, იმიტომ რომ და კიდე მაინტერესებს რომ აი სანამ ბოლოსკენ გავედით უკვე რომ მივა, ანუ შენ რა ჩაფიქრებულიც გაქვს რა. მივა იმ დონეზე ქართული ჰიპ-ჰოპი, ან ტრეპი და ზოგადად ეს სფერო რომ ამით ადამიანებმა იცხოვრონ. აი იმენა იცხოვრონ. შენ გულისხმობ ფული მანიზი ვიძახდი. ხო, იმენა ჩისტა მანიზე მაქვს საუბარი. აი ბევრი ფული შეუძლია იშოვოს რეპერს იმენა რეპით. მე არ გულისხმობ ხა რეპერი რომ იქ რაღაცა კრიპტოვალუტას წამოიწყებს ან რაღაცა. არა, მე ვიძახი უშუალოდ რეპით რა, როგორც ხდება უცხოეთში. ფიქრობ ძალიან დიდი ხანი ვერა. ანუ რაღაც დიდი ხნის მანძილზე ეგ აი ავტომატურად რომ პოპულარული რეპერი ქართველი რომ იქნება უეჭველი რო იცი რომ მილიონერია. ეგეთი პონტი მოხდება? რეპით მე ვფიქრობ ძალიან გაუჭირდება. ყოველ შემთხვევაში მე მიმეჩნია 20-30 წელი. ისიც მითხარი რომ მოხდება, რატომ მოხდება? შენი აზრი? იმიტომ რომ ჯერ ერთი პირველ რიგში ძალიან პატარა ბაზარია. შოუ ბიზნესი რო არ არსებობს. ძალიან პატარა ბაზარია, საქართველოს პატარა ქვეყანაა და პატარა ბაზარი არის. სუბთა კომერციულად რო ავიღოთ 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ბიჭო, იმიტომ რომ ეხლა მართლა რეალურად გამიგე რომ ქუჩაში რომ მღერიან ფანდურზე და რამე, ხო აზე ხარ? ხო. ქუჩაში რო გარმონს უკრავენ, იმათ უფრო მეტი ფული აქვს ვიდრე რეპერებს საქართველოში. მართლა საქართველოში რეპერებს აი, ხო აზე ხარ? სალამურშიკებს უფრო მეტი ფული აქვს, ან ფანოღის და რაღაც მომღერლებს და რაღაცა ვიდრე რეპერებს. არტი ხავს? მაგრად ხო? მაგრად ეხავს თავისთავად, მაგრამ ეხავს ახლა ზოგადად. წარმოიდგინე ახლა ამ რეპერებს რო არ შეოდეთ, კიდე უფრო რამაგარ პროდუქტებს დადებდნენ, ხო? საქართველოს, ხო, ნუ ახლა ის ქართველი რეპერების არ მინდა რაღაც ესე გამომივიდეს, მაგრამ ქართველი რეპერები თვითონ ჟანრი დაამსგავსეს რაღაცა იმას რა. ჟანრი კოლაფსია? ჩემი აზრით ეხლა ვიღაცა შეიძლება მოვიდეს აქ ჩემს მერე მოვლენ სხვა რეპერებიც დარწმუნებული ვარ აქ და ვიღაცა მოვლენ და გეტყვიან რომ აი ქართული რეპი წინ მიდის რა მაგრამ ანუ წინსვლა რაში მდგომარეობს და რამე ხო ხო ანუ არ ვიცი 20k და 30k და რაღაც ჯიბეში მაქვს და ხო და აი ხო 20k ჯიბეში მაქვს და 60 ხო და აი მე მიმაჩნია რომ ქართული ჰიპ-ჰოპმა მეტწილად ცუდი გზა აიღო განსაკუთრებით ვინ წაიყვანა ბიჭო კაი პონტით დაიწყო შავი პრინცი და რაღაცა ფულზე არ ვაზრო მაგრამ ვინ წაიყვანა და ვინც უფრო მაგრა დაიწყო ვიდრე გაგრძელდა ხო უფრო მაგრა დაიწყო ვიდრე გაგრძელდა 2 აზრი არ არის 2 აზრი არ როდის ხო 2 აზრი არ არის გეთანხმები რა იმიტომ რომ ეხლა ძალიან სუდი სახე მიიღო რა ჩემი ხო და ამ დროს ყველა რესურსია იმისათვის რომ უკეთესი იყოს და ჯობია ის დრო და ის იმიტომ რომ ეხლა ბიჭო ყველაფერი გაქვს რა აი თუ გინდა გააკეთებ მაგარ პროდუქტს მაშინ ბიჭო კასეტებით და რაღაც 2 ხოაზე ხარ როგორ წერდნენ ტრეკებს ვაფშეტო კი ერთი კამერა ქონდათ ესეთი ხელის კამერა და იმით იღებდნენ კლიპებს რა ერთი ტიპია ესე იღებდა შავ პრინცს არა კლიპი ერთი 50 ნაშარი ყავს აგდებული კლიპში დღეს 2 ნაშა ვერა უგდიათ კლიპში შავმა პრინცმა მოიყვანა როდის შავ პრინცს როდის ყავდა ხო მაგის კლიპია იქ ბასეინზე რო არის კი რა ტრეკია იმიტომ რომ მუღამი მაგ შენი ხო თუ რაღაცა მუღამი მაგ შენი და ზოგადად ნებისმიერი კლიპი შავ პრინცს ქონდა ეგეთი რაღაცეები ბევრი წარმოიდგინე როდის გააკეთა ტიპმა თუ გინდა ბიჭო როდესაც ეხა როდესაც შაურმა და კოკაკოლის ფული არ გაქვს ეს ქართულ რეპერებს ეხება 90%-ს რა როცა არ გაქვს შაურმა და კოკაკოლის ფული მაშინ ძალიან ძნელია მაგარი ნაშები მოიყვანო რა ანუ ხტები ანუ ანომალიასთან გაქვს საქმე რა ანუ
ხო ხდები ამიტომ ძალიან თული არის ხე ხო სიგარეტი რო არა გაქვს და ხო ამიტომ საკუთარ თავზე უნდა იმუშაოს ანუ ადამიანმა ყველამ უნდა იმუშაოს ახალგაზრდა არტისტებს მოგმართავთ რომ უნდა იმუშაოთ თქვენ თავზე აი სანდრო მაგალითად მე მუშაობდით იმისთვის რომ სტუდია გაგვეკეთებინა ჩამოგვეყალიბებინა გვეყიდა აპარატურა ამისთვის ვიმუშავეთ სხვადასხვა რაღაცები ვაკეთეთ გესმით და ქართულმა არტისტებმა მოიფიქრეს მარტივი გზა რა ანუ სიმღერის ჩაწერა რა საჭიროა რა მოდი ეხა ჩვენ TikTok-ზე ესე ავდგებით ბიტს ჩავთავთ YouTube-ზე ტელეფონს ესე დავიჭერთ გადავიღებ გავრეპავთ ამ ბიტსზე და მე ამას ხო რატო არ აკეთებენ უმეტესად ეგრე არ აკეთებენ და ეხა მოდი ამას დავაგდებ TikTok-ზე და всё რა არ არის საჭირო ჩავწეროთ ალბომები გამოუშვათ რატო უნდა გამოუშვათ ალბომები აი ესე მარტივად გავაკეთოთ და ჩვენ ამას ხარ იქაც აღარ უშვებენ ბიჭო ალბომებს ხო აი ხო ალბომები და ეგეთები უკვე ცოტა ეს იმიტომ ვამბობ ეს არის გადადის ხო რაღაც სხვა ერა აღარ არის ეგ დრო რაღაცა სხვა ერა შემოდის საინტერესო ერა შემოდის დავხვდეთ სინგლებად ჯობია უკვე რაღაცების კეთება ვიდრე ალბომებად მე ეს ალბომების იქაც აღარ აკეთებენ ეგრე უკვე ალბომებად და თან თუ დააკვირდი დღეს რაღაც უფრო სხვანაირი ტრეკები ვარდება თუ დააკვირდი რაღაცა უცხო აიცი როგორი ენოვანი აი ხო მართალი ხარ რაც TikTok-ზე გაბაზრდა ის ტრეკი უკვე პოპულარულია აი თითქოს დღეს ინდიკატორი ეგაა ტრეკის წარმატებისა რომ ის TikTok-ზე გავარდა კი ბატონო და ხო შეიძლება არტისტმა გამოიყენოს სათავისოდ რა TikTok-ზე ხო არ ვიაქტიურო თუ ჩემი რამის გაპიარება მინდაო ხო არ კი არა ვფიქრობ ეგრე უნდა მოიქცეს მაგრამ ეს კარგად გააკეთოს ანუ გემოვნებიანად გააკეთოს და არა ისე როგორც აკეთებენ ჯიგარი ხარ ვერს კი ჯიგარი ხარ გამისწორდა რომ მოხვედი ძმაო მინდა რომ კიდე მოხვიდე ხოლმე მოხვალ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული იასლია თავისთავად ძალიან გამისწორდება თუ კიდე მეწვევი და შიგადაშიგ სიახლებით სიახლებით დამიბრუნდები აი შემდეგ რომ მოხვალ უკვე რაღაცა ახალი შექმნილი იქნება რაც არ არსებობს ეხლა წარმოიდგინე რამ ხელა кайფია რომ რაღაც არ არსებობს და ქმნი შემოქმედები ვართ რა კი რა თქმა უნდა ეგ არის მთელი შემოქმედება ღვთის ხატად და მსგავსად შექმნა მან რა გამოდის რომ რეალურად თუ რამეს ქმნი თუ მსგავსებით ყველანაირად უფალს ხო შემოქმედს იმიტომ რომ შემოქმედობითობით ვართ გამორჩეული შემოქმედებას ეგ არის შემოქმედებით ხო მე შემოქმედებას გისურვებ ძმაო და წარმატებებს მადლობა Playboy მადლობა გაიხარე და რა ვიცი წარმატებებს უსურვებ თქვენ პროექტს გაიხარე bro ფოტო არ გადავიღოთ? გადავიღოთ. პროსტა ბოლოში დასრულდა? კი, მაგრამ ამას ჩავსვავ. რაღაც მინდოდა მეთქვა რა. მიდი უთხარი. მეგობრებო, ვერს კი რაღაცას ამბობს. აუცილებლად მოусმინეთ. პროსტა მინდოდა ერთადერთი რაღაც მეთქვა, მინდა წარმატება უსურვო ამ პროექტს. და განგსტარები ცოცხალია. Yeah! For sure. აი კამერა გვიღებს თმაო და მოდი ხელები ერთმანეთს ჩავჭიდოთ. ხელი ხელს. და ეს დაიდება. ეს ხო ისტორიას რჩება რა. ჩვენ ახლა აქ რამდენი საუნო გველაპარაკა ხო? რამდენი საუნო გველაპარაკა? ეს ისტორიაა. 5 საათი, 2 საათი, 10 საათი ეს ისტორიაა ძმაო.